კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ვინც ეხლა შემოგვიერთდით, მე უკვე დოსდე დაგლოცეთ. დღეს ამით ჩემი პრაქტიკულად უკვე ასე ვთქვათ მოხსენებები დამთავრდება ამ პროექტის ფარგლებში. თუ წინა გასულ კვირას მქონდა საუბარი ქრისტოლოგიაზე, რომელიც არის სისტემური თეოლოგიის ასე ვთქვათ შემადგენელი ნაწილი, დღეს ვართ უფრო პრაქტიკულ, ასე ვთქვათ, დოგმატურ პრაქტიკულ თეოლოგიაში, სადაც ეკლესიოლოგია უნდა დავინახოთ, ასე ვთქვათ, აი საინტერესო ის არის, რომ რაღაც ფორმით ეკლესია თავის არსებობას, თავის ბუნებას, თავის რეალობას განსაზღვრავდა სწორედ ამ ასე ვთქვათ დოგმატური კამათების დროს და ის უფრო აჩვენებდა იმ რეალურ ბუნებას, რაც წინამძღოლში იყო. მე დღეს ავირჩიე არა ზოგადი საუბარი და ზოგადი მიმოხილვა ეკლესიოლოგიის, არამედ კონკრეტული ასე ვთქვათ მეცნიერის და კონკრეტული ხედვის შუქზე მინდა დავინახოთ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის დღევანდელი სურათი საიდან მოდის, სად ვართ, ასე ვთქვათ, რა არის მისი ისტორიული ფესვი და როგორ უნდა გავიგოთ ის საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. თუ ძალიან გთხოვთ რომ ვიყოთ კონცენტრირებული, რადგან არსებობს რაღაც დეტალები, რომელიმე დეტალის ან რაღაც საქაღალდის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება ვერ გავყვეთ ლოგიკას, რომელსაც დღეს მე განვავითარებ ამ მოხსენების ფარგლებში. ამიტომ გთხოვთ ყველას რომ კონცენტრირებულად ასე ვთქვათ ვიმუშაოთ ერთმანეთთან. თუ რამ კითხვა იქნება, მოინიშნეთ და შემდეგ შევეცდები რომ გაგცეთ პასუხი. გერმანელი თეოლოგი ღვთისმეტყველი, ცნობილი ღვთისმეტყველის ბოდიში მე უკვე თქვენთან არ იწერს რომ იცოდეთ, არ მიჩვენებს რომ იწერდეთ. თავიდან გამომიგზავნოთ თუ შეგიძლიათ. რა აქ წერს თაზო რომ იწერს ზაპისი. ჩემთან იწერს, მე უფესთან არ იწერს უბრალოდ და. კარგით. მე უფეს ხომ არაფერს თქვა უნდა? მე მგონი რომ ისა რა ქვია სადუნ თავიდან მითხრა რომ ვიწერთო, იწერს, ჩემთან იწერს, ჩანს რომ იწერს, გმადლობთ. კარგი. ანუ დამეთანხმებით ყველა რომ პირველი ერთ საათში შეუძლებელია ამ თემის ირგვლივ აუმწრავი პასუხი იქნას გაცემული. მეორე, ამ თემის შეგვიძლია მრავალმხრივი ასე ვთქვათ გაგება განვავითაროთ და ეკლესია მრავალი პერსპექტივიდან დავინახოთ. ანუ ეკლესიოლოგია ზოგადად ტერმინოლოგიურად სხვა არაფერია, თუ არა სწავლება ეკლესიის შესახებ. შეგვიძლია აქ ეკლესიის დაფუძნების შესახებ ვისაუბროთ, შეგვიძლია აქ ეკლესიის შემდგომ განვითარების შესახებ ვისაუბროთ, შეგვიძლია აქ თავად რა მსახურებებს მოიცავს ეკლესია, საეკლესიო ასე ვთქვათ იერარქია, მერე მისი საღვთისმეტყველო გაგება, სიმბოლური გაგება და მრავალი რამ. ამიტომ ჩემი ასე ვთქვათ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ან ჩემი მთავარი მიზანი და ფოკუსი უფრო სპეციფიკაა, რასაც დაგანახებ. მანამდე კი მინდა დავინახოთ აი რაღაც ასტრონომიულ კატეგორიებში თუ ეკლესია ასე ვთქვათ რასთან ასოცირდება, როგორ უყურებდნენ მას მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნის საეკლესიო ავტორიტეტები, ეკლესიის მამები. აი მაგალითად არსებობს გერმანულად ასეთი წიგნი ჰუგო რანერის სიმბოლიკა, ეკლესიის სიმბოლიკა, ანუ ეკლესიოლოგია წმინდა მამების მიხედვით. და საინტერესო არის ის, რომ ეკლესია ამ ჰუგო რანერთან დანახული არის, ასოცირებული არის მთვარესთან. ანუ ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს მთვარე და შეიძლება დაისვას კითხვაც თუ რატომ? ანუ ჩვენ ვიცით ფიზიკიდან და ზოგადად ანუ ბუნების მეცნიერებიდან რომ მთვარე თავისთავად არ ფლობს სინათლეს. ის სინათლის საწყისი არ არის და ის იღებს ამ სინათლეს, ამ ასე ვთქვათ ენერგიას სხვა პლანეტიდან. შესაბამისად ისმის კითხვა თუ რა არის ეს მეორე, ეს არის ასე ვთქვათ მზე, რომელიც არის თავად იესო ქრისტე. ანუ ჰუგო რანერი ამ წმინდა მამების ასე ვთქვათ მაგალითზე გვაჩვენებს რომ არსებობს ნახევარმთვარე, სრული მთვარე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა რელაციაში, რა მიმართებაში არის მთვარე მზესთან. და ეს რომ გადმოვიტანოთ ეს ფიზიკური ასე ვთქვათ დაკვირვება ეხლა ჩვენს ჩვენ დღევანდელი საკითხის გაგებისათვის, საინტერესო არის ის, რომ ეკლესია თავისთავად არსებობს და მისი ლეგიტიმურობის წყარო არის იესო ქრისტე ბუნებრივია. ის არის ასე ვთქვათ მისი მთავარი შემოქმედი და მთელი ყველა პავლე მოციქულის სწავლება ჩვენიც დამის შესახებ და ეკლესიის ასე ვთქვათ ჰიმნოგრაფიაში წაიშობა გვიახლოვდება ჩვენ ვიგალობებთ, წავიკითხავთ ამ საგალობელ სტროპარს, სადაც იესო ქრისტე არის მზე, ასე ვთქვათ მზე სიმართლისა, რომელიც აღმოფსკინდა მაღლით აღმოსავლეთ. და ეს მზე და მთვარის მიმართება უკვე საუკუნეების განმავლობაში შეგვიძლია დავინახოთ და ვთარგმნოთ თუ იქ ეკლესია სადაც მორალურად ან
რაღაც კრიზისში შედიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ის აკლდებოდა იმ მთავარ წყაროს, რაც არის სინათლე, რაც არის თავად იესო ქრისტე. ამიტომ ხედავთ თქვენ, ხომ, თვარეს შეიძლება იყოს ის სავსე, ან ნახევრად სავსე, ან საერთოდ არ ჩანდეს და ეს არის ეპოქები, შეგვიძლია ამაში დავინახოთ. ჩვენ ვიცით, რომ იყო ოქროს ხანა ასევე ეკლესიის ისტორიაში, სადაც წინავდა ეკლესია, იმის გამო, რომ მის წყაროს, მისი ასე ვთქვათ, სუნთქვის მთავარ, ასე ვთქვათ, მამოძრავებელს წარმოადგენდა რწმენა, წარმოადგენდა სიწმიდე. ხო, ეს იესო ქრისტე რომ წყაროა ეკლესიის, ეს არ არის აბსტრაქტული რაღაც ცნება, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ის წარმომადგენლები, ის იერარქია თუ ნებისმიერი ნათელღებული, ვინც წევრი ამ ეკლესიის, ის ასხივებს და ფლობს ამ, ასე ვთქვათ, მზის სინათლეს, ანუ იესო ქრისტეს. შესაბამისად, ეკლესიის მამები ვარსკვლავებში ხედავენ მოციქულებს. ხედავენ ეკლესიის იმ ავტორიტეტებს, რომლებიც დრო და დრო ანათებდნენ, ასე ვთქვათ, ეკლესიის ისტორიაში და ისინი წერდნენ ეკლესიის დადებით პოზიტიურ, ასე ვთქვათ, ისტორიას. და მთლიანობაში ჩვენ ვღებულობთ აი მაცხოვარს, როგორც მზეს, წყაროს, სიწმინდის, სინათლის, გამჭვირვალეობის. ეკლესია არის ამისგან მომდინარე, ანუ იღებს მისგან ამ სინათლეს და არსებობს და სულგმულებს და შემდეგ მოციქულები, მათი მემკვიდრეები, ყველა ნათელღებული, აი თქვენც, მეც, ყველა ვართ, ასე ვთქვათ, აი ამ ენერგიის პოტენციურად მატარებლები. და ჩვენზე, ანუ დოკეტისტურად არ ვსაუბრობ, რადგან დოკეტიზმი ვიცით იყო ასეთი სექტანტური მიმდინარეობა, რომ თუ პიროვნება სასულიერო მაგალითად არ არის მორალურად წესრიგში, მის მიერ აღსრულებული საიდუმლო არ არის ვალიდური, ანუ არ ითვლება და ის სხვა უნდა გააკეთოს. ამ მხრივ არ მიყავს საუბარი, ანუ მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სიწმიდით ცხოვრება და ეს მოვალეობა, რაც ჩვენ ნათლობაში მივიღეთ, აქ შევასრულოთ და ამით განვასახიეროთ, ანუ ვიყოთ მატარებლები, ასე ვთქვათ, ამ მზის სინათლის, ანუ მაცხოვრის, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნათლობის წას. შესაბამისად, ეკლესიის არსებობის წყარო არის თავად იესო ქრისტე. მისი იდენტობის გამსაზღვრელია სამოციქულო სწავლება, რომელიც სათავეს თავად იესო ქრისტეში იღებს. ჩვენ წინა შეხვედრაზე დავინახეთ, რომ აი მოციქულთა სახარებები პრაქტიკულად პირველი გაგებაა იესო ქრისტეს განკაცების, თუ როგორ დაინახეს მოციქულებმა იესო ქრისტე და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. არსებობდა მე-2 საუკუნეში გერმანე კონსტანტინოპოლელი, წმინდა გერმანე, რომელიც იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მას აქვს ნაშრომი წმინდა წირვის სამსართო ლიტურგიის განმარტებას გთავაზობს, ის თავის მხრივ მიდის უკან მაქსიმე ამხსარებელთან, მაქსიმე კი შემდგომ მანამდელებთან და სხვათა შორის მე-14 საუკუნის ცნობილი ბერძენი მოაზროვნე ღვთისმეტყველი ნიკოლას კაბასილასის აი სწორედ თავის კომენტარებში წმინდა წირვის განმარტების შესახებ სამხატვრო ლიტურგიის სწორედ აი გერმანეს ეყრდნობა ძირითადად. და საინტერესო აქ არის ის, რომ სამწუხაროდ ჩვენ ქართული თარგმანი ამის არ გვაქვს, ჩვენი ბიჭები აქ არიან, ვინც გერმანულს ფლობენ, აქ ინგლისური მხარე არის. ანუ რას ნიშნავს? მოკლედ რომ ვთქვათ, რომ ეკლესია ეს არის ასე ვთქვათ, ღმერთის ტაძარი, თემპელი. ვთქვათ, ღმერთის ტაძარია, წმინდა ადგილია, ლოცვის სახლია და ხალხის შესაკრებელია, იესო ქრისტეს სხეულია. და ის არის ქრისტეს, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ანუ პატარძალი, ანუ ესე შემიმართება, სიძე და რძალი. კი, აი ესეთი რაღაც მიმართება არის. აქაც ვხედავთ ამ რელაციას, არა მარტო ასტრონომიულ კატეგორიაში მძე და მთვარე, არამედ ქრისტე, სიძე და ეკლესიაზე. ანუ ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ამის შესახებ პავლე მოციქული გველაპარაკება. მთლიანობაში ეკლესია წარმოადგენს თავად ბერძნული სიტყვიდან მომდინარე არის, ხო, ეს ეგ ნიშნავს, რომ რაღაცისგან, ასე ვთქვათ, გამოსული, რაღაცისგან ამოსული. ანუ გათავისუფლებული შეიძლება ითქვას. და ჩვენ ეს გვესმის ქრისტიანებს, რომ ეს გათავისუფლება, ეს ამოსვლა ხდება ნათლისღებაში, ნათლობაში და ნათლობის არა მარტო ჩვენ ამოვდივართ რაღაცისგან, ანუ მიწიერ ამ ქვეყნიურ ღირებულებებს, წუთის სოფელს ვემშვიდობები და ვქმნით ახალ ნაციას, ახალ ეთნოსს, ახალ რეალობას, ახალ სამშობლოს, რომელსაც აპოკრიფული ნაშრომები უწოდებენ მესამე სქეს, ანუ მამრობითი მდედრობით და ასევე მესამე სქესია, მე-2 საუკუნის ერთ-ერთი აპოკრიფული ნაშრომი, სადაც წერია, რომ ასე ვთქვათ, ქრისტიანები არიან, ასე ვთქვათ, სრულიად ახალი რაღაც ეთნოსი, ახალი ერი. მაგრამ ამ ახალ ერობას განსაზღვრავს რა? იმ სახარების და იმ უწყების მიღება და გააზრება და შემდეგ ცხოვრება და გადაცემა, რომელიც დაგვიტოვა იესო ქრისტე მოციქულების გზით. და შესაბამისად, მხოლოდ რიტუალური ნათლობა, რა თქმა უნდა, ვალიდური, ანუ მოქმედია, მაგრამ თუ ჩვენ სახარების, ამიტომაც არსებობდა, რომ ნათლობას წინ უსწრებდა კატეხიზაცია. კატეხიზაციის მიზანი რა არის, რომ ადამიანი განისწავლოს ეკლესიის ცხოვრებაში თუ რას ნიშნავს, მიყოს წევრი ეკლესიისა. მე აქ ამ მიმართულებით არ გავჩერდები დიდხანს, რადგან მე დღეს სრულიად სხვა ასპექტი, სრულიად სხვა რამ მინდა დაგანახოთ თქვენ და კერძოდ დავინახოთ ეკლესია მე-4 საუკუნეში განვითარებულ მოვლენების შუქზე, ისტორიულ საღვთისმეტყველო ანალიზით.
თქვენ გახსოვთ, რომ მე წინა პირველ შეხვედრაზე ვახსენე ირლანდიელი ღვთისმეტყველი პატროლოგი ვინსენტ თუმი, რომელიც არის ეკლესიის ისტორიკოსი, ძალიან საინტერესო ადამიანი და მას აქვს ნაშრომი, რომელიც ჩვენს სერიაში გამოაქვეყნა, ჩვენ მე და ერთმა გერმანულმა პროფესორმა დავაფუძნეთ სერია აქ სწავლება ორიენტ ოქსიდენტს ჩვენი სტეპის ფარგლებში და იქ გვთავაზობს ის საინტერესო კვლევებს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ მას დავეყრდნობი. ვიწყებთ ახლა სურს თქვენი კონცენტრაცია. ანუ ჩვენ ვიცით, თუ გახსოვთ პირველ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ეკლესიის ისტორიის პირველი, ასე ვთქვათ, სისტემურად ჩამომყალიბებელი, ვინც დაწერა ეკლესიის ისტორია, ეს არის ევსები კესარიელი, რომელიც მე-3 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. თქვენ იცით ეს რა პერიოდია? აქ ხდება ქრისტიანთა დევნა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სრულდება ასევე ქრისტიანთა დევნა. ანუ ეს თაობა არის მომსწრე იმისა, თუ როგორ იდევნებოდნენ და ტყავდნენ ქრისტიანებს და ასევე არის მომსწრე იმისა, თუ რა პრივილეგიებს ღებულობს ეს ქრისტიანული ახალი ეთნოსი, ასე ვთქვათ, რომელიც ეკლესიაში შემდეგ არსებობს და ეკლესია თავისუფლდება ამ დევნისაგან და ასე შემდეგ. დევსები კესარიელმა 4-ჯერ გადაამოწმა და გადაიარა, ასე ვთქვათ, ამ ნაშრომში 10 წიგნი, ასე ვთქვათ, თავიდან რევიდირება მოახდინა, ანუ გასწორებები, ჩასწორებები მოახდინა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ის პირველ, ასე ვთქვათ, დრაფტს, ანუ პირველ ვერსიას ადგენდა ეკლესიის ისტორიის, მას გააზრებული ჰქონდა ის, რომ ყველა ეკლესია არის სამოციქულო, ასე ვთქვათ, ეკლესია, ანუ მოციქულთა ქადაგებაზე, მოციქულთა მოზრუებაზე დაფუძნებული კონკრეტულ ადგილებში. და ძირითადად ვიცით, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, იერუსალიმი ბუნებრივია, შემდეგ რომი, სადაც პეტრე და პავლე აღესრულებიან და ამის გამო ღებულობს რომი, ასე ვთქვათ, ამ პრივილეგიას პრიმატს, რასაც ვთქვათ, პირველობას, გარდა იმისა, რომ ის იყო ასევე იმპერიის დედაქალაქი. და შემდეგ მოდის ალექსანდრია, სადაც პეტრე მოციქული აგზავნის მარკოს მახარებელს და ანტიოქია, სადაც თავად პეტრე მოციქული უნდა ყოფილიყო ყველაზე ცოტა გალატელთა მიმართ ეპისტოლიდან ვიცით, რომ პეტრე და პავლე კამათობენ ანტიოქიაში. ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე გვაქვს ნასაუბრები. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იყო ეკლესიის უადრესი საერთო ხედვა, რომ რაც ევსებიმ ბუნებრივად ასახა თავისავე მონუმენტურ ნაშრომში, ისტორია ეკლესიასტიკა, ანუ ეკლესიის ისტორიაში, საეკლესიო ისტორიის პირველი ვერსიის ჩარჩოში, უფრო ზუსტად, სარედაქციო სტრუქტურა, რომელიც დაწერილია 303 წლამდე. ეს ის პერიოდია, ვიდრე კონსტანტინე დიდი გამოჩნდებოდა, ანუ დევნა, დიოკლეტიანე აქვს მთავარი აქტორი ამ ყველაფრის. და აქ ხო ეს უკვე ვთქვით, რომ აქ ჩამოთვლილი ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, რომი, ანტიოქია და ალექსანდრია განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პატივით გამოირჩევიან. ევსების მიხედვით, რომელიც თავის მოსწავლეების პამფილე იყო მისი მასწავლებელი და პამფილე თავისუფლად იყო ორიგენე ალექსანდრიელის მოწაფე. და ამ მიგზით, ამ ტრადიციით, ასე ვთქვათ, მან იცის, რომ მარკოს მახარებელი არის ალექსანდრიის ეკლესიის დამფუძნებელი, ანტიოქიის პეტრე მოციქული, ასევე რომის და ასე შემდეგ. გალატელებთან ეს უკვე წაწერან თქვით, რომ რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქია წინაშე პირსამისა აღუდგ. ესა უძველესი ტრადიცია და გაგება სამოციქულო ეკლესიოლოგიის სტრუქტურის. ეს არის ის პირველი, ასე ვთქვათ, ვერსია, პირველი რეალობა, რაც პირველ 3 საუკუნეში, მე-4 საუკუნის შუა ხანებამდე ეკლესიის ცნობიერებაში, ეკლესიის მეხსიერებაში არსებობს. პირველი ეკლესიოლოგია. აი ჩვენ სათაურში გვაქვს ორი მეტოქე ეკლესიოლოგია, ხო? ანუ პირველი ეს არის უშუალოდ სამოციქულო სტრუქტურაზე აღმოცენებული ეკლესია და ეკლესიოლოგია. და ეს გაგება, რომელიც ევსების აქვს, ვიდრე გამოჩნდება კონსტანტინე დიდი, ეს არის საერთო სამოციქულო გაგება, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ხოლო მოხდა შემდეგნაირად, რომ ეს გაგება თანდათან უარყო ევსები მე-4 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური მოვლენების გამო, განსაკუთრებით იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ. იმ ფოთვარე ისტორიის 2-10 წლეულში, რამაც მისი მსოფლმხედველობა თავდაყირა დააყენა, შეიძლება ასე ვთქვათ, და ახალი ისტორიული ეპოქა წარმოშვა. რის გამოც ევსებიმ გადახედა და გააფართოვა თავისი ეკლესიის ისტორიის პირველი რედაქცია და გადააკეთა ის ახლებურად. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ პირველ რედაქციაში ეკლესიის ისტორიის სამოციქულო, ასე ვთქვათ, სტრუქტურაა წამყვანი ყველაფრის. ანუ ეკლესიოლოგია ეს არის სამოციქულო, ასე ვთქვათ, წარმომავლობის. რა იქნება ჩვენი მიზანი დღეს? ანუ მიზანი იქნება ის, რომ ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, ამ გარდაქმნა ამ პირველი ეკლესიოლოგიის მეორე ეკლესიოლოგიაში. ეს არის მიზანი, ანუ როცა მაგალითად მუშაობთ, ხო, რამე აკადემიურ ნაშრომს წერთან რაღაც თავარი არის ორი რამ, როცა ვიწყებთ, ვიდრე დავიწყებთ ნაშრომზე მუშაობას, პირველი არის თუ რა გვინდა რომ ვაჩვენოთ ნაშრომში ან მოხსენებაში და მეორე როგორ გვინდა. ანუ რა ნიშნავს მიზანს და როგორ არის მეთოდი, მეთოდოს, ანუ გზა, თუ როგორ უნდა ასე ვთქვათ აღწეროთ ეს. ანუ ჩემს მიზანს წარმოადგენს, რომ დავინახოთ ამ ორი ეკლესიოლოგიის ბედი და ასევე გავაკეთოთ ეს სწორედ
კერძო პიროვნებების და ასევე ადგილობრივი საეკლესიო კრებების ისტორიული, ასე ვთქვათ, დაკვირვების საღვთისმეტყველო ანალიზზე. რომის იმპერატორ კონსტანტინეს მიერ მოწვეულ ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ევსები კესარიანმა პირველად მიაღწია ეკლესიის რადიკალურად ახალ გაგებას, რამაც ღრმა გავლენა მოახდინა შემდგომ თაობებზე. ამ ახალი ეკლესიოლოგიის თავდაპირველმა კრთალმა, მაგრამ უტყუორმა კონტურებმა ნამდვილად ჩამოაყალიბა მისი ეკლესიის ისტორიის მეოთხე და ბოლო რედაქცია, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე. რაც კონკრეტულად გულისხმობს კონსტანტინე დიდის პოლიტიკაში გამოჩენის შედეგად მიღწეული თავდაპირველად არსებული სამოციქულო ეკლესიოლოგიის შეცვლას იმპერიულ საეკლესიო ეკლესიოლოგიით. ანუ ეს არის მეორე ტიპის ეკლესიოლოგია, სადაც იმპერიალ ეკლესიოლოგია. ანუ ესე იგი, ჩვენ გვაქვს სამოციქულო ტიპის პირველი რაც ყველგან დასავლეთში და აღმოსავლეთში ასე ცნობილია და ეხლა ნელ-ნელა კონსტანტინე დიდის დროს იკვეთება ახალი ტიპის, ახალი გაგების ეკლესიოლოგია. ეს ახალი ეკლესიოლოგია ავლენს მის თეოლოგიურ სისუსტეებს, ბუნებრივია, განსაკუთრებით მის თეოლოგიურ სუბორდინაციონიზმში, ანუ ჩვენ აქ უკვე ვისაუბრეთ და მგონი არჩვაძემ ალექსანდრემ, ხო, თუ რა ქვია, იოსებმა უკვე ისაუბრა თუ რა არის ეს სუბორდინაციონიზმი და რატომ ჭირდება ეს იდეა უფრო კონსტანტინე დიდს, ვიდრე ის, ასე ვთქვათ, ნიკეის რწმენის, ასე ვთქვათ. ხედავთ ახლა ჩვენ აქ რომ უკვე იმპერატორი ერთვება საქმეში და ეს დოგმატური საეკლესიო სწავლების თემები უკვე გადადის, ასე ვთქვათ, საეკლესიო პოლიტიკურ დისკურსში. მიუხედავად იმისა, რომ ევსები არ იყო არიანელი მკაცრი გაგებით, რა თქმა უნდა, მას სიმპათია ჰქონდა მისადმი, მაგრამ მკაცრი გაგებით არიანელი არ იყო ეს ეპისკოპოსი ევსებიოს კესარიელი, იგი თანაუგრძნობდა არიოს მისი სუბორდინაციონიზმის გამო და ამავდროულად მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ნიკეის რწამს და მის დამცველებს. სუბორდინაციონიზმის სრულყოფილად ერგებოდა კონსტანტინეს მონოთეისტური თეოლოგიის კონცეფციას, ანუ ერთი ღმერთი, ერთი იმპერატორი და ერთი ეერი. და ამ ასე ტრიადოლოგიაში, ამ დაქვემდებარებაში, სწორედაც მას აწყობს კონსტანტინე დიდს, რომ ღმერთი თავად როგორც საკრალური მერე იმპერატორი და დაბლა ეერი. ეს დაქვემდებარება ასევე თეოლოგიურად, სწორედ აი ამ შუა პლატონიკურ, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას ერგებოდა, რაც არიოსმა შემოიტანა. საბოლოო ჯამში ჩვენ საქმე გვაქვს სოტერიოლოგიასთან, ანუ ადამიანის გამოხსნასთან, გადარჩენასთან. რადგან ეს არიანული კამათები სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის გამოხსნის, გადარჩენის სწორი გაგების, ასე ვთქვათ, გაცნობა. ეს ახალი ეკლესიოლოგია ავლენს მის თეოლოგიურ სისტემებს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, კი ბატონო. ევსების იმპერიული საეკლესიო ეკლესიოლოგიის, ანუ მეორე ეკლესიოლოგიის გავლენა დღემდე აშკარად ჩანს ღრმად, არა მხოლოდ პოსტბიზანტიური ეკლესიების სტრუქტურებში. თუმცა ეს ცალკე თემაა, რაზეც სერგოს უნდა ესაუბროთ ეს. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ევსების იმპერიულმა საეკლესიო ეკლესიოლოგიამ დიდი გავლენა მოახდინა ეგრეთ წოდებულ არიანულ კრიზისზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა მეოთხე საუკუნეში სამების შესახებ დოქტრინალურ დავაზე მეცნიერულად ნაკლებად იყო შესწავლილი, ან არ იყო საერთოდ შესწავლილი, კონსტანტინეს დროს ეკლესიოლოგიური ტრანსფორმაცია შინაგანად დაკავშირებული იყო სამების შესახებ კამათთან. ეს არის არიოზი, რომელსაც ხედავთ, როგორი სახე აქვს, ანუ ეს უკვე გამოხატავს მხატვარის უკვე ანტიპათიას, ასე ვთქვათ, არიოზის მიმართ იმთავაზე. მიუხედავად ამ ტენდენციებისა, რაც წეხა დავინახეთ, ევსების საიმპერატორო საეკლესიო ეკლესიოლოგია მოახდინა მეოთხე საუკუნეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში იმდროინდელი სულისკვეთებით ტრადიციული სამოციქულო ეკლესიოლოგიასთან მეტოქეობის ჩვენება. ეს ბოლომდე არ გამქრალა, ასე ვთქვათ, ეს ცნობიერება, ეს მეხსიერებაში იყო ეს პირველი ეკლესიოლოგია. და ნიკეის სარწმუნოების დამცველთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელსაც ეკავა წმინდა მარკოზის საეპისკოპოსო კათედრა ალექსანდრიაში. მეოთხე საუკუნის წმინდანი. ქრისტიანულმა დავებმა წმინდა ათანასესა და არიანელებს შორის, რაც რეალურად სოტერიოლოგიურ, ანუ ადამიანის გადარჩენის გამოხსნის საკითხს წარმოადგენდა საბოლოო ჯამში, გამოიწვია ეკლესიის და უპირველესად მისი სამოციქულო სტრუქტურისა და ავტორიტეტის ბუნებაზე მსჯელობა კონსტანტინე დიდის მიერ დაწყებულ ახალ ეპოქაში. და რას გულისხმობს ეს მსჯელობა? აქ ჭირდება ახალი უფრო მეტად კონცენტრაცია, რომ წავყვეთ ახლა ამ ლოგიკას, რაც ვითარდება. 335 წელს ტვიროსის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე წმინდა ათანასე ალექსანდრიელი იქნა დასჯილი, ასე ვთქვათ. ეს არის ეგვიპტეში სქიზმატური მელეტიანელები იყვნენ, რომლებიც აი ლაფსის თუ გახსოვთ დაცემულთა შესახებ, ანუ ვინც დევნის დროს მაგალითად უარყოფდა საეკლესიო სწავლებას და ის ვერ უძლებდა ამ დევნას და შემდგომ გადარჩებოდა და მოუბრუნდებოდა ეკლესიას ისევ, როგორ მიეღოთ ეკლესიაში ეს ხალხი, ლაფსიან დაცემულები. ამის შესახებ იყო ერთ-ერთი სექტა, მრავალი სექტა იყო, მაგრამ ერთ-ერთი მელეტიანელები იყვნენ და ისინი არიოზის მომხრეები იყვნენ ამავდროულად.
და განსაკუთრებით ევსები ნიკომედიელი და ევსები კესარიელი არიან ისინი, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრიის ახალგაზრდა ეპისკოპოსის წმინდა ათანასე დიდის ცილის წამებას კონსტანტინე დიდის თვალში, სხვადასხვა გზით. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ ეპისკოპოს ერთი ჯგუფი ეხლა ცდილობს იმას, რომ იმპერატორი დაარწმუნოს, რომ ათანასეს შეხედულებები, ანუ ნიკეის შეხედულებები პრაქტიკულად ის, რაც ჩვენ დღემდე ვწამს, არ არის სწორი და ამიტომ ათანასე უნდა განიდევნოს. მათ საბოლოოდ მოახერხეს, რომ 335 წელს ტვიროსის ადგილობრივ კრებაზე ათანასეს გადაყენება შეძლეს, რომელსაც ვინცენ თუმი საიმპერატორო სინოდს ეძახის. ანუ იქ უკვე იმპერატორი არის მთავარი აქტორი, ვინც წვითავს ამას და ეპისკოპოსები აღასრულებენ მერე მის ასვლად ნებას. ათანასე დიდის კონსტანტინოპოლში იმპერატორთან მიდის უფრო სწორად, ჩადის კონსტანტინოპოლში და ხდება კონსტანტინე დიდს. კონსტანტინე დიდმა მოისმინა ათანასეს შეხედულებები და ასევე მისი ბრალდებლების შეხედულებები და საბოლოო ჯამში მან თქვა, რომ ათანასე უნდა გათავისუფლდეს ეკლესიის კათედრისგან და ის გადასახლებული იქნა დღევანდელი გერმანიის ქალაქი ტრირი და იქ რაღაც პერიოდი, ასე ვთქვათ, მოუწია მას ყოფნა. ათანასეს გადაყენების პარალელურად ხდება არიოზის რეაბილიტაცია, ანუ არიოზის ისევ შემოbrunება უკან იმპერატორ კონსტანტინეს დიდის მიერ და აქ ევსები ნიკომედიელი, ეპისკოპოსი ერთ-ერთი და ევსები კესარიელი ახდენენ დიდ გავლენას ამ ყველაფერში. აქ უკვე ქრისტოლოგიური მწამსის დაცვის პარალელურად ათანასეს მიერ იკვეთება ეკლესიოლოგიური საკითხის ეკლესიოლოგიური მნიშვნელობა და ეს არის ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რადგან ტვიროსის სინოდის შემდეგ ათანასეს გადასახლება მისთვის, ანუ თავად ათანასესთვის, გადამწყვეტი და გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ანუ ამ მოვლენების შემდეგ ის თავის თხზულებებში სულ უფრო მეტად ხაზს უსვამდა ეკლესიის სამოციქულოობას და მის სამოციქულო პარადოსის, ანუ ტრადიციას. და რატომ? ის ხედავს უკვე ნელ-ნელა, რომ ეკლესია ეფუძნება სამოციქულოს სწავლებას, ის მოციქულთა საკუთრებაა და არა იმპერატორის. და იმპერატორი ერევა უკვე ამ საქმეებში, დოგმატურ საკითხებში და მას სურს, რომ ეკლესია არ წავიდეს ამ მიმართულებით. მას სურს, რომ ის პირველი, თუ გახსოვთ, გავიხსენოთ, პირველი ეკლესიოლოგია შეინარჩუნოს. მან ბუნებრივია უარყო ტვიროსის სინოდის გადაწყვეტილება თავისი განკვეთის შესახებ, რომ ამ გადაწყვეტილების ამკრების მონაწილეები თავიდანვე არ იცავდნენ საეკლესიო ტრადიციას, თუ როგორ უნდა ჩატარებული იყოს სინოდი და რომ მათ სინოდი გადააქციეს იმპერიულ სასამართლოდ. ანუ ამას ამბობს ათანასე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ვისაც ინტერესი აქვს, რომ აქ ამ მიმართულებით უფრო მეტი წაიკითხოს, ეს არის მისი ნაშრომი, ცნობილი ნაშრომი, ისტორია არიანორუმ, რომელიც მან დაწერა 357 წელს. მოკლედ ათანასე უხერხდება, რომ ტრირიდან ან გერმანიდან ის მიდის რომში. 329 წელს ჩადის რომში და რომში ეს ყველაფერი აღწერილი ამ ისტორია არიანორუმ, ანუ არიანელობის ისტორიაში და ის ხვდება ასევე სხვა ეპისკოპოსებს, რომლებსაც იგივე ბედი ერგოთ, როგორც ათანასეს და აღმოსავლეთიდან ალექსანდრიელი ეგვიპტიდან გადმოასახლეს, ასე ვთქვათ, დევნაში არიან, იმის გამო რომ ისინი ისავე ნიკეის რწმენას. და ევსებიანელებმა, ანუ ევსებიანელებში უკვე გულისხმობთ ორი ევსების, ასე ვთქვათ, ამ მივდევარ მერე დანარჩენ მორწმუნეებს, ვინც არ უნდა იყოს იქ. და ესენი მიდიან, აპელაცია ეწოდება ამას, ანუ ეხლა მიდიან რომის, ასე ვთქვათ, ეკლესიაში, რომის ეპისკოპოსთან და თხოვენ მას, რომ დაეხმაროს. აქ მნიშვნელოვანი არის რომის ეპისკოპოსის სახელი იულიუსი და იულიუსმა მოისმინა ამ ხალხის გასაჭირი, ასე ვთქვათ, და 341 წელს რომის სინოდზე, ადგილობრივ სინოდზე მხარი დაუჭირა ათანასეს და მისი ბედის მონაწილე სხვა ეპისკოპოსებს. პარალელურად ორ წელიწადში სარდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრება გაიმართა 353 წელს. და ასევე ამ კრების, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იყო ის, რომ ათანასეს და მის მომხრე ეპისკოპოსებს დაუჭირეს მხარი და ამავდროულად ცალსახად დაგმეს ორი ევსების ერესი. ანუ ორი ევსების ერესში იგულისხმება უკვე არიანელური მიმართულება, რომელსაც ეს ორი ევსები ეპისკოპოსები, ასე ვთქვათ, კონსტანტინე დიდის გავლენით ცდილობდნენ რომ დაემკვიდრებიათ აღმოსავლეთის ეკლესიებში. თუმცა ორივე უკვე გარდაცვლილები არიან ამ პერიოდში. პირველი 339 წელს, მეორე 351 წელს გარდაიცვალა. და რა იყო ეს ერესი? ვინცენ თუმის მიხედვით ეს იყო არა მხოლოდ მათი საეჭვო დოგმატური შეხედულებები ამ ორი ევსების, არამედ პირველ რიგში მათი სინოდალური მოღვაწეობა ანტიოქიაში, რომელიც მოქმედებდა ახალი იმპერიული ეკლესიოლოგიის შესაბამისად. ახალი იმპერიული ეკლესიოლოგიაში გულისხმობთ იმას, რომ საერო ძალაუფლება, საერო ავტორიტეტი უკვე იკავებს ადგილს სამოციქულო, ასე ვთქვათ, ეკლესიის მართვის სადავეებში. მას შემდეგ, რაც რომის სინოდმა განიხილა ათანასე ალექსანდრიელის საყდარზე უკან დაბრუნების საკითხი, რომის ეპისკოპოსმა იულიუსმა წერილი მიწერა ანტიოქიაში შეკრებილ ეპისკოპოსებს და აცნობა მათ, რომ უარყოთ ტვიროსის სინოდის გადაწყვეტილება ათანასეს გადაყენების შესახებ. გავიხსენოთ 335 წელი.
იულიუსის აზრით ეს სინოდი სხვა არაფერი იყო, თუ არა იმპერიული კომისია, Imperial Commission, რომლის გადაწყვეტილებები ეყრდნობოდა იმპერატორის უფლება-მოსილებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, იულიუსი ადასტურებს ათანასეს და სხვა ეპისკოპოსების უფლებას მიმართონ მას, ანუ რომის ეპისკოპოსს. ამით ის შემთხვევით, მაგრამ ცალსაღად მიუთითებს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრეზე, რაც როგორც ჩანს დღემდე მხოლოდ საყოველთაოდ არის მიღებული. ანუ ეს მომენტია, როცა იურისდიქცია დასავლეთის რომის ეპისკოპოსის შემოიფარგლება არ მარტო მხოლოდ დასავლეთის, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულ სივრცეში, არამედ ვხედავ ჩვენ აქ, რომ რომის ეპისკოპოსი ასევე აგვარებს საკითხებს, ყოველ შემთხვევაში მიმართავენ აღმოსავლელი ეპისკოპოსები მას დახმარებისათვის, ამით მისი იურისდიქციის ფარგლები, ასე ვთქვათ, სხვაგვარად არის წარმოდგენილი. ანტიოქიის სინოდისადმი მიწერილ მეოთხე წერილში იულიუსი პირდაპირ ამხელს ევსებიანელების წინააღმდეგობებს. ის უარყოფს სინოდის იმპერიულ კომისიად გადაქცევას და მიმართავს ტრადიციულ კანონიკურ პრაქტიკას. ანუ მოუწოდებს, ასე ვთქვათ, ადგილობრივებს აღმოსავლეთში, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ავთენტურ სამოციქულო, ანუ ეკლესიოლოგიას. რომის ეპისკოპოსი აცხადებს უფლებას მიიღოს ინიციატივა ჩაერიოს წესრიგის აღდგენის მიზნით და ჩაერიოს მარეგულირებელი წესით. ამ სამოციქულო გაგების ბოდიში აქ ვერ ვხედავ. კი. შემდეგ იულიუსი ევსებიანელებს ადანაშაულებს ალექსანდრიაში ათანასეს შემდეგ თავიანთი კანდიდატის დანიშვნაში. ანუ იქ, როცა ათანასე გადაასახლეს, ბუნებრივია თავიანთი სიმპათიის ასეთ კანდიდატი დაინიშნა რომის ეპისკოპოსის გვერდის ავლით და იმპერიული ხელისუფლების დახმარებით. აქ უკვე იკვეთება ძალაუფლებების, თუ ვის, ასე ვთქვათ, სად რა ძალაუფლება აქვს ამ ეკლესიოლოგიებში. იულიუსის თქმით, ასეთი ქცევა ეწინააღმდეგება სამოციქულო ტრადიციას და ეკლესიის პრაქტიკას. იულიუსმა უარყო ევსების საიმპერატორო ეკლესიის ნოვუმში გულისხმობთ სიახლეს, რაც სიახლე იყო, რაც არ იყო ცნობილი სამოციქულო პრაქტიკისთვის ეკლესიის ეკლესიოლოგიურ მოწყობაში. ხოლო სარდიკიის კრებამ დაგმო ევსების ერესი. მოკლედ დასკვნის სახით, აქ საეკლესიო ავტორიტეტის საბოლოო აღდგენის საკითხი არის და მეორე, ასევე პირადი საკითხების გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა საერო ჩარევების შეზღუდვა შიდა საეკლესიო საქმეებში. რომის ეპისკოპოსი ლიბერიუსი, ეს არის შემდეგი, ასე ვთქვათ, გამგრძელებელი ამ ტახტის რომის ეპისკოპოსის ეს არის ლიბერიუსი, რომელიც ბუნებრივია დგას იგივე ტრადიციაში, როგორც თავისი წინამორბედი, ის მხარს უჭერს ათანასეს და ათანასეს მსგავსი, ასე ვთქვათ, ტრაგედიის მქონე სხვა ეპისკოპოსებს და სურს, რომ იმპერატორ კონსტანციუს მეორეს, ეს არის კონსტანტინე დიდის იმპერატორის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იყო არიანული, ასე ვთქვათ, მიმართულების და თხოვს მას 353 წელს არლში გამართულ კრებაზე, რომ მოხდეს, ესე იგი, აღდგენა ათანასე ალექსანდრიელისა და დაუბრუნდეს ის თავის კათედრას. ყოველ შემთხვევაში ეს ეპისკოპოსი ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ასევე არლში და მილანში გაიმართა საეპისკოპოსო შეხვედრები და იქ უფრო გამკაცდა ათანასეს პირობები. იმპერატორმა ამას დაუმატა თავისი სამოქალაქო ხასიათის ბრალდებები და თავისი მკაცრი ავტორიტეტის გამოყენების ფონზე არლში რომაელი დელეგატებიც კი დათანხმდნენ ათანასეს გადაყენებას. ერთი ეპისკოპოსის გარდა, ეს არის პაულინე თრირელი, რომელმაც უარი განაცხადა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით მუშაობაზე და ის იყო ათანასეს მხარდამჭერი. ლიბერიუს კონსტანციუს მეორე მიწერა საკმაოდ საპროტესტო წერილი. ლიბერიუსმა იცის, რომ ის მხოლოდ ღმერთის წინაშეა პასუხისმგებელი. თავის პასუხში ის წერს კონსტანტინე მეორეს: მე ვიცავ ჩემი წინამორბედების წესჩვეულებებს. ქალაქ რომში ეპისკოპოსის პასუხისმგებლობას ისე ვეპყრობი, რომ არც რაიმე დაემატოს მას და არც რაიმე მოაკლდეს. და როცა ჩემს კათედრაზე ვაკვირდები ამდენი დიდი ეპისკოპოსისა და მოწამის მემკვიდრეობით გადმოცემულ რწმენას, გულისხმობს რომის ტრადიციას, მაქვს მხურვალე სურვილი, რომ ის ყოველთვის სრულად იყოს დაცული. სინოდალური წესების დაცვაზე უარის თქმის საპასუხოდ განრისხებულმა იმპერატორმა კონსტანტიუსმა თქვა, წერს: რაც მე მსურს, ის არის კანონი. და შემდეგ დაამატა: თუ თქვენ ეს ასე უნდა მიიღოთ, როგორც ჩვეულებრივი სამართალი, რადგან სირიის ეპისკოპოსები, ანუ ანტიოქიის სინოდის წევრები მეთანხმებიან, როცა ასე ვლაპარაკობ. ანუ აღმოსავლეთის ეპისკოპოსების რაღაც სინოდები მას უკვე მხარს უჭერენ და ეთანხმებიან, როცა ის ამ ტონით გამოდის, რომ მისი სიტყვა არის კანონი და ახლა დასავლეთის უნდა დაემორჩილოს მას. ამიტომ ვინც არ დაამემორჩილებით,
წახვალთ გადასახლებაში, ანუ იმუქრება პრაქტიკულად კონსტანტიუს მეორე, კონსტანტინე დიდის შვილი. ამის შესახებ უფრო მეტი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აი ამ ასე ვთქვათ ისტორიაში, ათანასე დიდის ისტორია არიანელում, ანუ არიანელების ისტორიაში. ეპისკოპოსები, რომლებიც იმპერატორს არ დაეთანხმდნენ, მილანის სინოდზე დასაჯეს. ლიბერიუსი დაიბარეს მილანში იმპერატორის წინაშე წარსადგენად. იგი წარსდგა კონსტანტიუსის წინაშე, უარი თქვა იმპერატორის ნების გატარებაზე და ათანასეს დაგმობაზე, რის გამოც ის გადაასახლეს. მილანში იმპერატორის რეზიდენციაში კონსტანტიუსისა და ლიბერიუსის ამ შეხვედრის მასალები დღემდეა შემორჩენილი და ეს შეგვიძლია ნებისმიერად ჩვენგანმა ვნახოთ. აქ ყველაზე მეტად საინტერესო ათანასეს რიტორიკა, თუ როგორ აღწერს ის ამ შეხვედრას თავის ისტორია არიანორუმში, ის გვიჩვენებს იმ ეკლესიოლოგიურ ფონს, რომელსაც ის ბუნებრივად აყალიბებს თავის მკითხველებისათვის, თავის მკითხველისათვის. წმინდა ათანასე ამ ისტორიის აღწერას იწყებს ეპისკოპოსების ერთსულოვნებაზე საუბრით და მიუთითებს იმაზე, რომ რომისა და სარდიკიის სინოდებმა ის ალექსანდრიის კანონიერ ეპისკოპოსად აღიარეს, მიუხედავად ევსებიანელების მიერ მისი გადაყენების სხვადასხვა მცდელობისა. ეპისკოპოსებს შორის ეს ერთსულოვნება ასახავს ეპისკოპოსებს შორის საყოველთაო ზიარების ძველ ჩვეულებას, როგორც რწმენაში მათი ერთსულოვნების გამოხატულებას. ეს მნიშვნელოვანია, რომ ის ერთობა იქ არის შესაძლებელი, სადაც ასე ვთქვათ, ეპისკოპოსთა ცნობიერება ეფუძნება სამოციქულო სტრუქტურას და არა რამ სხვა ძალას, რომელიც შეიძლება დროდადრო შემოვიდეს ამ ეკლესიოლოგიის ცხოვრებაში. ლიბერიუსმა დაადგინა ახალ ევსებიანელთა მტრობის, ანუ ევსების მიმდევრების შემდეგ խոսვებიც არიან, ახალ ევსებიანელებს ეძახიან მათ ეკლესიის ისტორიის ლექსიკაში. დაადგინა მათ მტრობის რეალური მიზეზები ათანასეს მიმართ. მათი არსებითად პრო-არიანული სიმპათიები. ქალაქ არლში და მილანში ახალი ევსებიანელების ანტინიკეისეული შეხედულებები იმდენად აშკარა გახდა, რომ რომის ეპისკოპოსი ლიბერიუსი პირდაპირ დაჟინებით მოითხოვდა ნიკეის სარწმუნოების მიღებას ათანასეს პრეტენზიების განხილვამდე. ანუ ვიდრე ათანასე თავად გამოვიდოდა სიტყვით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმპერატორსა და რომის ეპისკოპოსს შორის წარმოიშვა დაპირისპირება. აქ ხედავთ ამ სურათს, რომის იმპერატორს, ანუ კონსტანციუს მეორეს ჰქონდა ძალა აიძულა სინოდებში შეკრებილი ეპისკოპოსები დამორჩილებოდნენ მის ნებას და ამით შეექმნათ აშკარა ერთსულოვნება, როგორც ეს მოხდა არლში და მილანში. ათანასე აღწერს გადასახლებული ეპისკოპოსების ტანჯვას, რომლებმაც უარი თქვეს ამაზე, როგორც ჭეშმარიტი მოწმე ნიკეის წამსში გამოხატული რწმენის ერთსულოვნებისა. როგორც რომის ეპისკოპოსმა ითამაშა ცენტრალური როლი რომისა და სარდიკის სინოდების აუცილებელი ერთსულოვნების აღდგენაში ლიბერიუსმა, ახლა ათანასეს აზრით გადასახლებული პაპის ლიბერიუსის ტანჯვა ასევე თამაშობს მთავარ როლს სარწმუნოების ხელახლა მოწმობაში. ანუ პრაქტიკულად ის რომ გადასახლებულია ლიბერიუსი როგორც ათანასე, ეს სხვაზე არაფერზე მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ რწმენის დოქტრინას სწავლება, მოძღვრება, ასე ვთქვათ, აქ არის მთავარი, რომ ამის გამო ხდება ამ ხალხის დევნა. ანუ მამების ტრადიციული სამოციქულო სარწმუნოება ეს არის მოწამეობის ახალი ფორმა. ანუ ამიტომ ეს მოწამე არის დამოწმებელი სწავლების მოძღვრების. ხო, ეს დამოწმება შეიძლება მოხდეს სისხლით, შეიძლება გადასახლებით, შეიძლება მოძღვრების წარმოქმნით, ანუ დოგმის, დოქტრინის, ასე ვთქვათ, მოსწავლების დადგენით. ლიბერიუსი ადამიანურად ძალიან სუსტება ამ გადასახლებაში ორწლიანი ტანჯვისა და მრავალი სხვა განსასწრების გამო და ამ ზეწოლის ქვეშ იგი საბოლოოდ დათანხმდა ათანასეს განკვეთას. წარმოიდგინეთ, გადასახლებაშია იმის გამო, რომ ათანასეს, ანუ ნიკეის რწმენა დაიცვას, მაგრამ ადამიანური კუთხით დაიღალა, დასუსტდა და გასცა კურთხევა, რომ ის უერთება, ასე ვთქვათ, ამ ხალხის რიტორიკას, ამ ხალხის გაგებებს და თანხმდება იმაზე, რომ ის ათანასე, ასე ვთქვათ, იქნას კვლავ დასჯილი და განკვეთილი. არიანელობის ისტორიაში, რომელიც ათანასემ 358 წელს დაწერა, ის მოგვითხრობს საკუთარი განკვეთის შესახებ პაპ ლიბერიუსის მიერ. ეს არის საინტერესო, ათანასეს როგორ ესმის ლიბერიუსის ახლა მისი განკვეთა, რომელიც ვიდრე ის ამ საკითხის დასვის გამო არ იდევნებოდა იმპერატორის მიერ, ათანასეს მხარდამჭერი იყო. ანუ აქ უნდა განვსხვავოთ ახლა ლიბერიუსის ორი ეპოქა. პირველი, როცა ის თავისუფალია ზის რომში და არანაირი საიმპერატორო ასე ვთქვათ, ზეწოლა არ აქვს, ამ თავისუფლებაში ის აღიარებს ნიკეის რწმენას, ანუ მოძღვრებას ეკლესიისას და უერთდება ათანასეს განწყობებს. ხოლო შემდეგ, როცა იმპერატორმა გადაასახლა, ვეღარ გაუძლო ამ დევნას და ამ გადასახლებაში ყოფნისას გასაკურთხება ათანასეს განკვეთის შესახებ. ანუ ერთ დროს სამოციქულო პარადოსის, ანუ სამოციქულო ამ ტრადიციის დარაჯი ლიბერიუსიც კი მოექცა კეისრის დოგმის ქვეშ, ანუ ესე იგი გულისხმობთ იმპერატორის, ასე ვთქვათ, დოგმაში გულისხმობთ იმ კანონს, იმ
ასე ვთქვათ, ძალაუფლების დემონსტრაცია სინოდებზე, რასაც უკვე იმპერატორი ახდენდა. საინტერესოა, რომ წმინდა ათანასე თავად რომის ეპისკოპოსს ამ დევნილობასა და იძულებით მის თანხმობას, რომ ათანასე განეკვეთათ, ხედავს როგორც ძალადობას, რომელიც განხორციელდა ახალი ოსებიანელების მიერ, ასევე იმ ანტიპატიის ნიშანს, რომელიც ლიბერიუსს თავად გააჩნდა არიანული ერესის მიმართ. ათანასეს ანუ ნიკეის კრების ქრისტოლოგიის მხარდაჭერა იყო ლიბერიუსის ხანგრძლივი გადასახლების მიზეზიც. რას ამბობს ათანასე? ის ლიბერიუსის ამ საქციელში ხედავს პეტრე მოციქულის ქრისტეს ძე ღმერთად აღიარების პარალელს ფილიპეს კესარიაში. ჩვენ გვახსოვს, რომ პეტრე მოციქული აღიარებს ქრისტეს, როცა ის თავისუფალია, ვიდრე მას ჯალათები დაადგებიან თავზე, ხო? გავიხსენოთ გეცამანის ბაღის მიმდებარე ისტორია. რაც გახდა ეკლესიის რწმენის დასაწყისი, როცა პეტრემ იესო ქრისტეში ღმერთი აღიარა, ძის ღვთაებრიობის შესახებ, რომელმაც თავისი სწორი გამოხატულება ჰპოვა ნიკეის ბრძანში. ათანასე თავის ისტორიაში პარადოქსულად ხედავს ლიბერიუსის სისუსტეს, როგორც პეტრეს რწმენის თანამედროვე აღიარებას. ანუ წარმოიდგინეთ, მე გამკვეთა ასე ვთქვათ ეპისკოპოსმა და მას კიდევ ვამართლებ იმით, რომ ის ასე ვთქვათ, აი როგორც პეტრე მოციქული მისი მემკვიდრე, სუსტი ადამიანია, როცა ის თავისუფალი აღიარებს ამ რწმენას, იესო ქრისტეს ღმერთობას, მაგრამ როგორც კი აი ეს ჯალათი, ეს იმპერატორი თუ ის ძალაუფლება, ის მილიტარული სამხედრო თვალსაჩინო, რაც პეტრე მოციქულს ხო გვახსოვს ეს ისტორია, ვიდრე ქრისტეს ჯვარს გააკრავენ, ანუ ჯვარს მის დროსია, როგორ უარყოფს პეტრე, როცა ის აღარ არის თავისუფალი ადამიანია და ეშინია და ამას უსვამს ხაზს ათანასე ალექსანდრიელი ამ ისტორია არიანურუმში. ათანასეს სხვა ტექსტებში არსებული ცნობები ცხადყოფს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსი ბუნებრივად იღებს წმინდა პეტრე მოციქულის რომში მოწამეობით აღსრულებული ისტორიის მნიშვნელობას, რომელმაც თავის დროზე ცენტრალური როლი ითამაშა ევსების საეკლესიო ისტორიის პირველ რედაქციაში. ჩვენ გვახსოვს ეს ევსები პირველ რედაქციაში, ვიდრე კონსტანტინე გამოჩნდება სწორედ ამ პათოსის, ამ დუქტუსის, ამ ასე ვთქვათ, მიმართულების გამაჟღერებელია. ახალი აქ ის არის, რომ ათანასე ლიბერიუსის საქციელთან ავლებს პარალელს და აკავშირებს პეტრეს აღიარებას ფილიპეს კესარიაში და ასევე მოწამეობრივ აღსასრულს რომში. ათანასე თავად წერს 35 თავის პირველი ორი მუხლებია ამ ეკლესიის ისტორიაში. სიტყვასიტყვით ქართული თარგმანია, რა თქმა უნდა. უკეთესი იქნებოდა იმპერატორი კონსტანციუსი თავიდანვე არ ყოფილიყო დაკავშირებული ერეტიკული ცნობიერების ხალხთან, ვალენსი და ურსაკიუსი, სგულისხმობს ათანასე, და არ დაახმარებოდა მათ ამ მოვლენებამდე მისვლის საქმეში, ანუ არ მიეყვანათ საქმე აქამდე. როგორც შეშლილებს შეეფერებათ, ათანასე წერს, ისინი როგორც ჩანს, უფრო მჭიდროდ არიან მიჯაჭვული თავიანთ უპატიოსნებას, რითაც საკუთარ თავს უფრო დიდ გმობას აყენებენ. ეს იმიტომ, რომ თავიდან მათ არ დაინდეს რომის ეპისკოპოსი ლიბერიუსი და არ ავლენდნენ პატივისცემას მისი სამოციქულო ტახტის მიმართ. აპოსტოლიკოს ესტინ თრონოს. ისინი არც პატივს სცემდნენ იმ ფაქტს, რომ ეს არის რომის იმპერიის დედაქალაქი. ანუ ორ რამეს აჩვენებს. ერთი სამოციქულო მემკვიდრეობის მომენტს უსვამს ხაზს ათანასე აქ, რომ იმპერატორი არ ითვალისწინებს ამ სამოციქულო სტრუქტურას და მეორე ის, რომ რომის დედაქალაქი, იმპერიის დედაქალაქი არის უბრალოდ იმპერიის დედაქალაქია რომი. აქ ტერმინი აპოსტოლიკოს, როგორც ჩანს, გამოიყენება ექსკლუზიური მნიშვნელობით, რათა კვალიფიცირდეს თრონოს. ანუ როგორც სამოციქულო ხედვა, ისე როგორც ლიბერიუსმა გააკეთა 13 წლის წინ. ამ ტექსტში პეტრე მოციქულზე პირდაპირი მითითება არ არის. მაგრამ პროფესორი ვინსენტ თუმის შეიძლება წავიკითხოთ ეს შემდეგ კონტექსტში, როგორც იმპერიის მიერ მხარდაჭერილი არიანელების თავდასხმის აღწერა ლიბერიუსზე. ამ აღწერას აქვს აზრი მხოლოდ მაშინ, როდესაც განვიხილავთ ყველა იმ მინიშნებას, რომლითაც ათანასე მიუთითებს რომის სამოციქულო საყდრის პეტრესეულ მნიშვნელობას. ათანასეს მიხედვით ახალი ევსებიანელები დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ისინი შეძლებდნენ ლიბერიუსის წინააღმდეგ გამარჯვებას იმპერატორ კონსტანტინუს მეორის მხარდაჭერით, რომელმაც გასცა ბრძანება გადაებირებინათ რომის ეპისკოპოსი მოსყიდვით ან მუქარით. ხელი მოეწერა ათანასეს დაგმობას და ახალ არიანელთა მიღებას ეკლესიაში, ლიბერიუსზე არის საუბარი. თუმცა რომის და სარდიკის სინოდების მიერ ათანასეს სასარგებლოდ მიღებულ დადგენილებებზე დაყრდნობით ლიბერიუსმა უარი თქვა ათანასეს განკვეთას, ეს თავიდან, ვიდრე ის თავისუფალია. ეხლა აქ ვიმეორებ, რომ ლიბერიუსმა ამ მოქმედებათა წინააღმდეგობაში ვიდრე მოვიდოდა ამ საეკლესიო კანონიკურ ტრადიციას უსვამს ხაზს, რომელიც მამათა მემკვიდრეობით იქნა მიღებული. ნეტარი და დიდი მოციქულის პეტრეს მიერ. თუ იმპერატორს ნამდვილად სურს ეკლესიაში მშვიდობის დამყარება, მაშინ მან უნდა მისცეს თავისუფლება საეკლესიო სინოდს, რომელიც იქნება შორს იმპერატორის გავლენისგან, რომელშიც იმპერატორი არ მიიღებს მონაწილეობას და ასევე არც ერთ საერო მოსამართლე
არც ერთ საერთო მოსამართლე არ დაემუქრება სინოდის წევრებს. ანუ ხედავთ, რომ ათანასე ამბობს, რომ თუ სურს იმპერატორს ნამდვილად დახმარება ეკლესიისადმი, მაშინ უნდა დაანებოს თავი ეკლესიაში არსად ჩარევას. ამის გარდა ათანასე თავის ნაშრომში არიანელების შესახებ ხაზს უსვამს იმპერატორის დელეგატს, საჭურის ევსებს, რომელიც ცდილობს სხვა ევსებია საერთოდ, რომელიც ცდილობს საჩუქრების ქრთამის გზით ლიბერიუსი მოისყიდოს. და ის კი კატეგორიულად უარყოფს ლიბერიუსი ამას, ანუ ქრთამს არგებულობს, რის გამოც ის დევნაში. ათანასე აღწერს სცენას მილანში, სადაც ლიბერიუსი დაიბარეს იმპერატორის წინაშე, როგორც დაპირისპირება პეტრეს მემკვიდრესა და კონსტანციუს მეორე შორის, ასევე ნერონის მემკვიდრეობის შორის, რადგან კონსტანციუსი თავისებურად იქცა ქრისტიანთა მდევნელად, ანუ ნიკეის კრების მომხრეთა მდევნელად. იმპერიული დევნის მიზანი იყო ეპისკოპოსებს შორის საყოველთაო ერთსულოვნების განადგურება. საგულისხმოა თუ როგორ აღწერს ათანასე ლიბერიუსის ფაქტობრივ წარუმატებლობას. 2 წლის გადასახლებაში და მისი გარდაუვალი სიკვდილის შიშის შემდეგ ლიბერიუსმა როგორც გეუბნებიან ხელი მოაწერა ათანასეს დაგმობას. ევსები კესარიელის საიმპერატორო ეკლესიის პრეტენზიების საპასუხოდ ათანასე ხაზს უსვამს ეკლესიის ერთიანობასა და თავისუფლებას. ანუ ათანასესთვის ეკლესია ერთია და თავისუფალია მაშინ, როცა ის ეფუძნება თავის სამოციქულო წარსულს, სამოციქულოობას. თავის მხრივ ეს ეფუძნება მერე პეტრეს სტრუქტურას, ანუ ესე იგი რომი, ანტიოქია, ალექსანდრია, სადაც ასე ვთქვათ ეს კათედრები აღმოცენდა და პირველი სამოციქულო კათედრები. ათანასე ცდილობს გადასცეს თავის თანამებრძოლებს, რომლებიც ალბათ გაოგნებულნი აღმოჩნდნენ ლიბერიუსის გადაწყვეტილებით. ბუნებრივია თავის მომხრეებისთვის ეს ათანასე ინტელექტუალია ამავდროულად. შეიძლება სხვა მდევნებმა იციან რა არის ნიკეის წმენდა და ერთგულად იცავენ მას, მაგრამ ესეთი სიღრმისეული ანალიზი და წვდომა მათ არ აქვს და ათანასეს სიძლიერე ის არის, რომ ეს ამ ყველაფერს ხედავს და ხვდება და პარალელს ავდებს იქ პეტრეს და ასე შემდეგ, ხო, როგორ გასცა ღმერთი და ასე. ათანასე ცდილობს გადასცეს ეს ყველა ჭეშმარიტებისა, რომელიც მოდის თვით უფალთან. ანუ თავარი აქ არის ახლა ის, რომ ერთხმად ან ეპისკოპოსებს ასუსტებს გარეგანი ზეწოლა. რომის ეპისკოპოსი კი ამისგან თავისუფალია, ანუ დასავლეთში ის იმპერატორის ზეწოლისგან უფრო თავისუფალია ვიდრე აღმოსავლეთში. ლიბერიუსი ამ მოწმობას იძლევა არა იმიტომ, რომ მას აქვს რაიმე განსაკუთრებული ადამიანური თვისება, არამედ პეტრეს მემკვიდრის თანამდებობის გამო, რომელსაც ბჭენ ჯეროხისანი ვერ შემოსრავენ. ანუ დასკვნა ათანასეს ნაშრომის მთავარი, ასე ვთქვათ, პათოსი მიმართულება არის ის, რომ ეკლესიის თავისუფლების პრინციპი იქნას გარანტირებული და არ ჩაერიოს მასში არავინ. შემდეგი პერიოდი, შემდეგი ეპოქა ეს არის რომის იმპერატორი თეოდოსი პირველი, რომელმაც გამოსცა ნაშრომი Cunctus Populus. ეს არის ესე იგი ნაშრომი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანული რელიგია ხდება არა თავისუფალი, როგორც სხვა წარმართული რელიგიები და ასე შემდეგ, არამედ მას ენიჭება სახელმწიფო სტატუსი. ანუ სახელმწიფო რელიგიით გამოცხადება ჩვენთვის, რომ ეს მოხდა კონსტანტინე დიდის დროს, მაგრამ ოფიციალურად, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გამახვილებული ყურადღებით ეს ხდება თესალონიკში, ასე ვთქვათ, იმპერატორ თეოდოსის მიერ. მიზანი იყო მშვიდობის აღდგენა რომის იმპერიაში, ის ხედავს, რომ არიანელები არ ჩერდებიან, მიდის ისევ დაძაბულობა და მისი მიზანი იყო ასევე, რომ ნიკეის რწმენის საყოველთაოდ მიღება მომხდარიყო. ანუ ახლა ჩვენ დავასრულეთ რაღაც ეტაპზე ათანასეს და მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრის მსჯელობები. ვფიქრობ, რომ რაღაცას ვთქვათ, შინაარსს ჩავწდით, თუ რა ორი დიდი ჯგუფი წარმოიშვა და ორი ეკლესიოლოგიის მიზეზები რა არის, წყარო, ასე ვთქვათ, ავტორიტეტის ორივეში. ეხლა ამ ნაშრომში Cunctus Populus იგი განზრახული იყო ძირითადი პოლიტიკური მიზეზების გამო გადალახული იყო ნიკეის შემდეგი განხეთქილება მეოთხე საუკუნეში. ანუ ამ ედიქტით თეოდოსიუსმა გამოაცხადა, რომ ხალხმა უნდა აღასრულოს ის რელიგია, ანუ აღიაროს მისდიოს იმ რელიგიას, რომელიც წმინდა მოციქულმა პეტრემ რომაელებს გადასცა. და რომელსაც რომის პაპი დამასუსი და პეტრე ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ეს არის ათანასეს შემდგომი მემკვიდრე, სამოციქულო სიწმინდის კაცები იყვნენ. ანუ მან ამ ედიქტით თეოდოსიუსმა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა რომის იმპერიაში და მიანიჭა მას იურიდიული სტატუსიც. აქ თეოდოსი აშკარად მოიხსენიებს წმინდა მოციქულ პეტრეს რომის ეპისკოპოსებთან დაკავშირებით და ალექსანდრიის სამოციქულო კათედრის მღვდელმთავარს პეტრეს, ალექსანდრიის როგორც სამოციქულო სიწმინდის კაცს. ერთი წლის შემდეგ ამის პარალელურად ბერძენი იერარქების შეხვედრა გაიმართება, ეს არის 391 წელი. ამ კრებას ჩვენ ვიცნობთ როგორც მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას, სადაც არცეთი ლათინი, ასე ვთქვათ, დასავლელი დელეგატი არ ესწრება. ბუნებრივია რომის ეპისკოპოსი არცეთ მსოფლიო საეკლესიო კრებას არ დასწრებია აღმოსავლეთში, მაგრამ ის აგზავნიდა დელეგატებს. ამ შემთხვევაში აქ ჩვენ სახეზე გვაქვს ის, რომ ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის ეპისკოპოსები უკვე 391 წელს კონსტანტინოპოლში, ქალაქ კონსტანტინოპოლში იკრიბებიან, სადაც უკვე ამ ასე ვთქვათ ეკლესიას, რომელიც არის კონსტანტინოპოლის ეკლესია, რომელიც კონსტანტინე დიდის დიდი ინიციატივით და სურვილით ასე შეიქმნა და დაფუძნდა.
იქ ხდება უკვე გადაწყვეტილების მიღება, რომ რომის ეპისკოპოსის პარალელურად აღმოსავლეთში კონდეს პატივი, და არა უფლება, პატივი, ასე ვთქვათ, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს, რადგან ის არის იმპერატორის ქალაქი, ანუ საიმპერატორო ქალაქი კონსტანტინოპოლი. ამის კომენტარი შემდეგ არის მე-16 სესიას ხდომა ქალკედონის კრებაზე 451 წელს, სადაც ასე ვთქვათ განმარტებული იქნა ეს უფრო მეტად იქ აღარ არის პატივზე საუბარი, არამედ უფლებაზე, ანუ იურიდიული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სადაც ასე ვთქვათ მოხდება ინსტალაცია კონსტანტინოპოლის ეკლესიის ამ ორი კრების კანონების საფუძველზე. ამის დიდი დამსახურება არის იოანე ოქროპირის, წმინდა იოანე ოქროპირის პასტორალური მოღვაწეობა და მისი ავტორიტეტის ასე ვთქვათ დაფუძნება ამ ეკლესიის საბოლოოდ. სუფთა ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით მე-4 საუკუნის კრიზისში არის გარკვეული შინაგანი ლოგიკა, რამაც გამოიწვია თეოდოსის მიერ კონსტანტინოპოლში მოწვეული აღმოსავლეთის სინოდის მესამე კანონის დადგენა, რომელიც კრებასაც მოგვიანებით საყოველთაოდ მიენიჭა მსოფლიო საეკლესიო კრების სტატუსი. მკვლევარი ტროიანოს სფიროს აქ არის მითითებული გვერდი და წელი, დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ კანონის მესამე კანონი, რომელთაც კონსტანტინოპოლს განესაზღვრა ამხელა პატივი და მან ფაქტიურად გაასწრო ალექსანდრიის ანტიოქიის ეკლესიების, ასე ვთქვათ, უპირატესობას, არ იყო მიმართული რომის პრეტენზიის წინააღმდეგ, არამედ იყო პირველი ნაბიჯი კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსო კათედრას სხვა პატრიარქებზე, კერძოდ ალექსანდრიის და ანტიოქიის საკრებზე უპირატესობისაკენ. გადამწყვეტი ფაქტორი აშკარად იყო ახალი რომის პოლიტიკური სტატუსი, ანუ ქალაქი კონსტანტინოპოლი. რომის ეკლესიამ გამოხატა მომდევნო 382 წელს რომში გამართულ სინოდზე თავისი ნათელი პოზიცია, რომელმაც სხვა გადაწყვეტილებებს შორის კიდევ ერთხელ დაადასტურა უძველესი სამოციქულო ტრადიცია და პირველი ეკლესიოლოგიის რეალური არსებობა, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ რომის ეპისკოპოსს, არამედ ალექსანდრიის და ანტიოქიის ეპისკოპოსების პირველობაც იყო ხაზგასმული და თეოლოგიურად არგუმენტირებული. ანუ თუ მაგალითად 381 წელს ბერძენი ეპისკოპოსები გადაწყვეტდნენ, რომ ისინი არიან პირველი აღმოსავლეთში, რამდენიმე თვის შემდეგ, ანუ 82 წელს, 382 წელს რომში შეიკრიბა ასევე ადგილობრივი კრება გაიმართა, სადაც ასე ვთქვათ არ იქნა ცნობილი ეს მესამე კანონი 381 წლის. ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, დაიდო ნაშრომი დეკრეტუმ გელასიანუმ, ანუ ეს არის ესე იგი პაპი დამას, ანუ რომის ეპისკოპოს დამასოსის და მათი თანამოაზრეების მიერ დაიწერა ტექსტი, რომლის მიხედვითაც ახსნიან ისინი, რომ პირველად ლიტერატურულად იმ ასე ვთქვათ რეალობას, რაც ეკლესიის ტრადიციის მეხსიერებაში იყო პირველ 4 საუკუნეში, რომ განსაკუთრებული პატივი და როლი აქვს არა კონსტანტინოპოლის ეკლესიას, რომელიც არის იმპერატორის მიერ ასე ვთქვათ ინიცირებული, რომ არსებულიყო, არამედ იმ ეკლესიებს, რომლებიც ასე ვთქვათ პირველ 4 საუკუნეში სამოციქულო სტრუქტურის, სამოციქულო დაფუძნებულობის, პირდაპირ დაფუძნებულობის მემკვიდრეები იყვნენ. და აქ მოყავთ ეს ცნობილი დიალოგი, რომ ასე ვთქვათ ქრისტე აძლევს ავტორიტეტს პეტრე მოციქულს და ასე შემდეგ, ეს ვიცით. და სინოდმა დაადგინა შემდეგი. მოციქულ პეტრეს პირველი ადგილი ეკუთვნის რომის კათედრაზე, რომის ეკლესიაში. მეორე ადგილი ალექსანდრიაში, რომლის კათედრაც წმინდა პეტრეს დავალებით მისმა მოწაფემ და მახარებელმა მარკოსმა დააფუძნა, ვინც პეტრე მოციქულის მიერ ეგვიპტეში გაგზავნის შემდეგ ჭეშმარიტების სიტყვა იქადა გადადიდებული მოწამეობა აღასრულა. წმინდა პეტრე მოციქულის მესამე ადგილს პატივს სემენ ანტიოქიაში, რადგან ის იქ დარჩა რომში მოსვლამდე. და უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ აქ ქრისტიანებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. ანუ ფაქტიურად თუ ხედავთ, ეხლა აქ რაღაც ახალი, ასე ვთქვათ, თითქოს ახალი რამ ჩანს, მაგრამ ეს არის კომენტარი, ეს არის რეაქცია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთი წლის წინ კონსტანტინოპოლში იქნა მიღებული მესამე კანონის სახით. ანუ მოხდა არა ამ სამი პეტრესეული პრიმატის, ასე ვთქვათ, ამ პირველობის წარმოშობა, არამედ ამ კრებაზე რომის პაპმა დამასუმ ხაზი გაუსვა იმ, ასე ვთქვათ, არსებობას, რეალობის, რაც უკვე არსებობდა პირველ საუკუნეებში. მკვლევარები, მათ შორის მიხაილ ანტონი მიიჩნევს, რომ რომის ეპისკოპოს დამასუსის ხედვა ნიკეის კრების კანონების ნიადაგიდან ამოიზარდა. ნიკეაში სამი ადგილის ამკვიდრების შემდეგ დაიწყო მათი უპირატესობის გამართლების ძიება, ანუ ნიკეის კრების მე-5, მე-6 ბოდიში მე-6 და მე-7 კანონები საუბრობენ სწორედ ამ წესრიგის შესახებ, თუ ასე ვთქვათ, ეკლესიას რომელი ადგილები ეკუთვნის და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ არ ვისაუბრია, თუმცა ცნობილი ამბავია.
და დამასუმ შეიმუშავა პეტრესეულის სამი კათედრის თეორია. ანუ ამას მეცნიერებაში გაზიარებული ეს როგორც თეორია, რომ ის დამასუსი რასაც წერს უკვე 392 წელს, უпроსტად ის, ვინც ავტორია ამ ტექსტის, ამას მალე ვნახავთ, ამბობენ იმას, რომ ესე იგი პირველი 60 კილო სტრუქტურა არის არა ის, რაც ახლა კანონ 3-ში მიიღეს ბერძნებმა, არამედ ის, რაც მანამდე არსებობდა უკვე ჩვენთვის ცნობილი 60 კილო სტრუქტურა. თუმცა ასეთი სპეკულაცია არასწორი და შეცდომა შემყვანია. დამასუსმა ანუ ტექსტის ფაქტობრივმა ავტორმა, ვინც არის ნეტარი იერონიმე სინამდვილეში, წარმოადგინა ადრეული ევსები კესარიელის მიერ მიღებული 60 კილო ეკლესიოლოგიის ზუსტი შეჯამება. ანუ ფაქტიურად ჩვენ გავიხსენოთ, რომ ევსების პირველი ვერსია, რაც იყო კონსტანტინე ვიდრე გამოჩნდებოდა, ამ პირველი ვერსიის გაცოცხლება ხდება ახლა დასავლელების მხრივ ნეტარი იერონიმეს მიერ, რადგან ნეტარი იერონიმე არის ის პიროვნება, რომელიც დასავლეთიდან წავიდა აღმოსავლეთში, იქ ჰოსპიტები და მრავალი მონასტერი დააფუძნა იერუსალიმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვათა შორის გამოჩენილი ქალების მხარდაჭერით და თანდასწრებით, რომლებიც რომიდან მიდიან, როგორც პილიგრიმები, მომლოცველები აღმოსავლეთში და იერონიმე ყველგან დადის, ის იცნობს ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ანტიოქის, იერუსალიმის, საბერძნეთის ან კონსტანტინოპოლის ეკლესიების ისტორიას და ასევე ურთიერთობს მათ შორის ეპიფანე კვიპრელთან, რომელიც დიდად აღფრთოვანებული არ იყო ამ გადაწყვეტილებით, რომელიც 391 წელს მესამე კანონში იქნა მიღებული. და ხდება ასე ვთქვათ ამ პირველი რედაქციის, ასე ვთქვათ, ახლა გასაცხლება ამ დამასუს დეკრეტში, ანუ ამ ნაშრომში. ეს კი ეფუძნებოდა მის საერთო ტრადიციას, აზრს, რომელიც ახლა რომის ეპისკოპოსმა დამასუსმა მიიღო 392 წლის დეკრეტში, რომლის მიხედვითაც ეკლესია განისაზღვრება 60 კილო მემკვიდრეობით, რომელიც უზრუნველყოფს მის 60 კილო სარწმუნოებას. ეს გაგება ოფიციალურად უცვლელი იყო მე-4 საუკუნეში კონსტანტინოპოლის კრებამდე, სადაც ის შემდეგ ეჭქვეს დადგა მესამე კანონის სახით. კანონის 3 მიუთითებდა ახალ საეკლესიო წესრიგზე. კერძოდ იმპერიულ ეკლესიაზე გავიხსენოთ ეკლესიოლოგიის პირველი ვარიანტი, რომლისთვისაც გადამწყვეტი კრიტერიუმი იყო ქალაქი კონსტანტინოპოლის პოლიტიკური მნიშვნელობა და არა მოციქულების და პეტრეს და სხვების ზოგადად 60 კილო საწყისებთან კავშირი. გარდა ამისა, მანამდე არსებობდა ზოგადი კონსენსუსი, ანუ შეთანხმება, რაც აისახა თესალონიკის ედიქტში თეოდოსიოსის მიერ, რომ ამ ბრძანებაში რომის ეპისკოპოსს როგორც პეტრეს მოციქულის მემკვიდრეს ჰქონდა არ არის ყოფილად გამოკვეთილი, მაგრამ უპირატესობა რწმენისა და წესრიგის საკითხებში. ამის უამრავი მოწმობა და გამოხატულება არსებობს უძველეს წერილებში, დასავლელ და აღმოსავლეთ იერარქიებს შორის მიმოწერებში. აქ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიოქიის მტრულად განწყობილი სინოდმა კი 350 წელს აღიარა რომი, როგორც თავიდანვე მოციქულთა სკოლა და მართლმადიდებლობის დედაქალაქი. ამას აღიარებენ ისინი, ვინც განკვეთეს ათანასე, მაგრამ უარყოფენ რომის იურისდიქციულ, ასე ვთქვათ, პრეტენზიას და ამბიციას აღმოსავლეთის ეკლესიებს. ერთის მხრივ აღიარებენ მის 60 კილო, ასე ვთქვათ, საწყის და უპირატესობას, მაგრამ არა იურიდიულ საკითხებში, არამედ რწმენის საკითხებში. ევსების ეკლესიის ისტორიის პირველი ვერსიის თანახმად ეს თავდაპირველი პირველობა არსებობდა იმის გამო, რომ წმინდა პეტრე მოციქულთა წარმოადგენელი მოწამეობრივად აღესრულა რომში, ანუ ბაბილონში, რომელსაც პეტრე თავად უწოდებს ცოდვის ასე ვთქვათ ტრიუმფში. გამოუსყიდველი სამყაროს დედაქალაქში. ამის შესახებ გამოცხადების წიგნი საუბრობს, იქ პეტრემ თავისი საბოლოო აღიარება დაამოწმა და მის სარწმენის შესახებ, რომელიც მან პირველად აღიარა ფილიპეს კესარიაში. ანუ ის, რაც მან აღიარა სიტყვით, დაამოწმა საქმით რომში და ამიტომ ამბობენ დასავლელები, რომ პრიმუსი, ანუ პირველობა მისი ამით განისაზღვრება. 392 წელს რომის იმავე სინოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრიმატის, ანუ განსაკუთრებული უპირატესობის განსაკუთრებული გაგება ასოცირებულ ადგილობრივ იურისდიქციულ უფლებებთან, რომლებსაც წარმოადგენენ ალექსანდრიის და ანტიოქიის თავიანთი გავლენების სფეროებში. ეს ყველაფერი ზოგადად მიღებული იყო მე-4 საუკუნის დასაწყისამდე მოციქულთა წარმომადგენლების წმინდა პეტრესთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამო. პირველი მსოფლიო კრების, ნიკეის კრების მე-6 კანონში და ანტიოქიის სინოდისა იულიუსის მე-4 წერილში ნახსენებია რომის, ალექსანდრიის და ანტიოქიის ეს სამოციქულო კათედრები. თუმცა აშკარა მითითების გარეშე მისი სავარაუდო პეტრესეული წარმომავლობის შესახებ. რადგან ეს საკითხი არ იყო ასე მჭიდროდ დასმული, ეს იკვეთება პეტრეს როლი მაშინ, როცა კონსტანტინოპოლს შემოაქვს თავისი ახალი, ასე ვთქვათ, გაგება და წესრიგი აღმოსავლეთში. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ასევე ვარაუდობს თავის ნაშრომში ისტორია არიანორუმ, რომ რომის პირველობას, რომისა და ალექსანდრიის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით. პროფესორ ვინსენტ თუმის რომის პირველ ადგილის განსაზღვრება და დადგენა არ განეკუთვნება სინოდალური გადაწყვეტილების კატეგორიას. ანუ ესე იგი ესენი ამბობენ, რომ ის რომ რომი პირველი ეს არავის არ დაუდგენია სადმე კრებაზე, არამედ მან ეს ავტორიტეტი და პიროვნება სახარებაში მიიღო მაცხოვრის პირით. შენ ხარ პეტრე, თქვენ მან და ამ კედელზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ გაიმარჯვებს მასზე. მე მოგცემ 1000 სასწაულის გასაღებს და ასე შემდეგ. ეს გამოთქმა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია.
არსებობს მრავალი კვლევა ამის შესახებ, მაგალითად ერთ-ერთი მკვლევარი იალანდი აღნიშნავს, რომ დეკრეტუმ გელასიანუმში არის პეტრე მოციქულის მნიშვნელობის შესახებ განახლებული ძლიერი ინტერესის პირველი მაგალითი მეოთხე საუკუნეში. ანუ ახლა წერილობითად იმის აღსანიშნავად, თუ რა იყო პირველი ეკლესიოლოგია. იგი წერს, ძალიან სავარაუდოა, რომ ამ უძველესი ეკლესიოლოგიის წინ წამოწევა და გაცოცხლება იყო ეკლესიის ვალდებულება. დაედო მყარი საფუძვლიანი განმარტება იმ მანქანების მოქმედების წინააღმდეგ, რომელიც როგორც იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ქრისტიანობის მიღებით შექმნილმა საფრთხის შემცველმა ვითარებამ აჩვენა მეორე ეკლესიოლოგიის სახით თუ აჩვენა კი და მაგალითად ამბროსი მედიოლანელი მოგვიანებით ნათლად განმარტავდა რას ნიშნავდა მათეს სახარების ეს ადგილი მე-16 თავის 18-19 მუხლები რაც წერან წავიკითხოთ რომ შენ ხარ კლდე და ავაშენებ მასზე ჩემს ეკლესიას რომის პირველობას და ეკლესიის სულიერ დამოუკიდებლობაზე სახელმწიფოსთან მიმართებაში თუმცა ამბროსიმდე პირველად ეს თავის პირად ცხოვრებაზე თავის პირად მაგალითზე უკვე წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა როგორც აღმოსავლეთის ეპისკოპოსმა გამოცადა ვინც ამას თავისი პირადი გამოცდილების მაგალითზე ჩააწვდა და გაიაზრა ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეს ნაშრომი სამწუხაროდ ინგლისურად არის მხოლოდ. ვინსენტ თუმი ბოლოს წერს, რომ უფლის მიერ დაარსებული ეკლესიის საკუთარი სტრუქტურა მოითხოვს, რომ მან დაიცვას თავისი მყიფე თავისუფლება საკრალური იმპერიისგან, რომელიც კეთილგანწყობილია, მაგრამ აკონტროლებს მას. ეს არის ღვთიური საეკლესიო წესრიგი. მათი სამოციქულო ავტორიტეტის წყაროა ყველა ეპისკოპოსის სამოციქულო პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე. ყველა ეპისკოპოსი პასუხისმგებელია მათზე გადმოცემული სამოციქულო ტრადიციისთვის, ანუ სწავლებისთვის და ასე შემდეგ, ხო, რასაც აკეთებს ათანასე. შესაბამისად, არც სამოციქულო სწავლება და არც საეკლესიო წესრიგი არ არის სინოდის ან ერთი ეპისკოპოსის, თუნდაც რომის ეპისკოპოსის განკარგულებაში. ანუ არავის არ აქვს ავტორიტეტი, რომ სწავლება შეცვალოს, მათ შორის არც რომის პაპს, რომის ეპისკოპოსს და არც ერთ სხვას. რომელიმე სინოს ან კრებას არ შეუძლია მათი შეცვლა ერთი თაობიდან მეორეში, რომ დღეს მაგალითად განსაზღვროს რაღაც ახალი გაგების ეკლესიოლოგია ჩვენმა თაობამ, შემდგომ მოვიდეს სხვა თაობა და მათ განსაზღვროს. ანუ ეს ადამიანის ავტორიტეტის და კატეგორიებში არის ასე ვთქვათ მოქცეული, რომ განისაზღვროს სამოციქულო სწავლების, სამოციქულო მოძღვრების ასე ვთქვათ ერთი თაობიდან მეორე თაობაში ცვლილება. რომის ეპისკოპოსმა დამასუსმა აშკარად გაამართლა თავისი უარყოფა კონსტანტინოპოლის სინოდის მესამე კანონის შესახებ, იმით რომ რომის პირველობა ეფუძნებოდა არა რაიმე ან რომელიმე სინოდალურ გადაწყვეტილებას, არამედ უფლის მიერ პეტრესადმი მიცემულ დაპირებას. ეკლესიის სამოციქულოობა გულისხმობს თავისუფლების სხვა ფორმას. ეს არის სინდისის თავისუფლება. ლიბერიუსის უკმარისობის აღწერაში, ანუ თუ რაც ემართება, მას ათანასე აღწერს რომს, ანუ რომის ეკლესიას, როგორც თავისუფლების უპირველეს ადგილს და რომის ეპისკოპოსს ასახავს როგორც ადამიანს, რომელიც ცდილობდა აზრის შეცვლას კამათისა და დარწმუნების გზით. ამის საპირისპიროდ ევსების საიმპერატორო ეკლესია ცდილობდა გაეტარებინა თავისი შეხედულებები იმპერატორის მიერ განხორციელებული ზეწოლის გზით, რათა მოეპოვებინა უმრავლესობა სინოდალურ გადაწყვეტილებებში მოსყიდვის ან ძალადობის მუქარით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესია საბოლოოდ ეფუძნება მოციქულთა მემკვიდრეთა სინდისს, რომლებიც ღვთის წინაშე თავიანთი თავისუფალი პასუხისმგებლობის განხორციელებისას მიჰყვებიან თავიანთ რწმენას და მოწმობენ იმის შესახებ, რაც შეუძლიათ და რაც უნდა გააკეთონ. ეკლესიის თვალსაჩინო ერთიანობა ვერ მიიღწევა გარე ზეწოლის შედეგად, წარმოქმნილი ნომინალური კონსენსუსით, ანუ შეთანხმებით, რადგან ეს ჭეშმარიტებას იდეოლოგიად გარდაქმნის და ამით მის რელატივიზაციას ასე ვთქვათ ახდენს. ამიტომ აქ გადამწყვეტია ეკლესიის რწმენისა და სტრუქტურის სამოციქულო თავისუფლება. ეს არის დასკვნა ფაქტიურად ეკლესია არიანორუმის ისტორია არიანორუმის, რომ ეს არის თავისუფლება, ანუ ეკლესია თავისუფალია მაშინ, როცა ის არის სამოციქულო და არა მაშინ, როცა მას სამქვეყნიური ვინმე ასე ვთქვათ აძლიერებს. უპირველეს ყოვლისა იმპერატორის მიერ ლიბერიუსის გადასახლებასა და დევნაში ყოფნამ აიძულა ათანასე გააცნობიეროს თუ რა როლი ითამაშა წმინდა პეტრეს აღსარებამ ფილიპეს კესარიაში, პეტრეს მემკვიდრეებზე ნიკეის რწმენის დაცვაში. აქ პირველად ეკლესიამ ინსტინქტურად გააცნობიერა, რას ნიშნავდა ეს საბოლოოდ ეკლესიის მისიისათვის, ამოცანისათვის. მაშასადამე მთელი ეკლესია დოქტრინალურ საკითხებში, ანუ სწავლების საკითხებში უმთავრეს უფლებამოსილებას ანიჭებდა მოციქულთა მემკვიდრეების კათედრებს, რომის თამადობით, რაც დავინახეთ ევსების ეკლესიის ისტორიის პირველ რედაქციაში. წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა საკუთარ თავზე გამოცადა, რომ ყოვლის შემძლე წმინდა იმპერატორის გარეგანის ზეწოლის ქვეშ მთელს მსოფლიოში მიმოფანტული სამოციქულო მემკვიდრეების კეთილსინდისიერი მორალური ერთსოლოვნება არ არის ეკლესიის თავისუფლად მოქმედების გამოხატულების გარანტი. ამიტომ სუფთა სამოციქულო აღსარებაზე დამყარებული ეკლესიის ერთიანობაც საყოველთაოა. ის ცდილდება ყოველგვარ კულტურულ,
სოციალურ და ეროვნულ საზღვრებს, ნაციონალურ საშიშროებებს, რაც ბევრგან დღემდე არსებობს. იმპერიული ეკლესიის მიმართ, რომელიც შემოიფარგლება კონკრეტული კულტურით ან პოლიტიკური წესრიგით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს ბიზანტიის იმპერია და ასე შემდეგ. ის სადღაც მაინც ამთავრებს თავის არსებობას. შეუძლებელია ონტოლოგიურად მას არ აქვს მუდმივ მოქმედი უნარი ამ მეორე ეკლესიოლოგიას. პირველი არის ის, რადგან ის არის გამოცხადებით მიღებული სამოციქულოს სწავლებაზე აგებული სტრუქტურა. ეს არის ამიტომ მარადიულის, ხო, ეკლესია ეს ჭეშმარიტ. კონსტანტინე დიდისა და წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სახეები ახლა შემიძლია გაჩვენოთ და მათი რეცეფცია საეკლესიო არქიტექტურაში. ევსები კესარიელის ნაშრომი კონსტანტინე დიდის ცხოვრება ვიტა კონსტანტინი ძალიან გირჩევთ რომ თუ შეგიძლიათ რომელიმე ენაზე გაეცნოთ როგორ ესე იგი ევსები კესარიელი წარმოგვიჩენს კონსტანტინე დიდის სახეს. თავის ამ ცხოვრება კონსტანტინეში ევსები წერს კონსტანტინე დიდის ხატს, ანუ ქმნის ფაქტიურად კონსტანტინე დიდის ხატს, როგორც წმინდანისას. აპოთეოზე კონსტანტინის, ანუ აღმერთებს ფაქტიურად კონსტანტინეს თავის ნაშრომში ევსები კესარიელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ვიდრე კონსტანტინე გამოჩნდება, ზოგადად იმპერატორებთან ძალიან ნეგატიური განწყობით იყო, რადგან ისინი დევნიდნენ ქრისტიანებს. ამ ნაშრომში ევსები გადმოგცემს, რომ კონსტანტინემ ააგო უზარმაზარი დიდებული ეკლესია, მოციქულთა ხსოვნას. ანუ მოციქულთა სახელობის ეკლესია ააგო მან კონსტანტინოპოლში მოციქულთა ხსოვნას მის სახელზე მყოფ ქალაქში. იგი დეტალურად აღწერს ამ ეკლესიის ბრწყინვალებას, რომელიც 4-ვე მხრიდან იყო გარშემორტყმული დიდი სვეტებით, 12 სვეტი. ევსები აღნიშნავს, რომ კონსტანტინეს არა მარტო მოციქულთა პატივი ჰქონდა მხედველობაში, როცა ის ამ არქიტექტურას ქმნიდა, არამედ სხვა მიზანის, რომელიც თავდაპირველად უცნობი იყო, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი ნამდვილი განზრახვა იყო ეკლესია, გამხდარიყო მისი საკუთარი მავზოლეუმი. იმ აზრში, რომ იგი რწმენის მხურვალე მონდომებით მოელოდა, რომ მისი სხეულიც იზიარებდა მოციქულის წოდებას და რომ მისი სხეული მოციქულებთან ერთად გაიზიარებდა სამოციქულო პატივს მისი გარდაცვალების შემდეგ, რომ მას ისევე სცემდნენ თაყვანს, როგორც მოციქულებს. აი ეს შეგიძლიათ ნახოთ ვიტა კონსტანტინის მეოთხე წიგნის 60 პარაგრაფი არის ეს ტექსტი. სიმბოლო ნათელია. ახლა ჩამოყალიბებულ მეოთხე საუკუნის ეპოქაში საიმპერატორო ეკლესიამ, როგორც ეს ევსებიმ განავითარა თავისი ეკლესიის ისტორიის საბოლოო ვერსიაში, დაიკავა სამოციქულო მემკვიდრეობის ადგილი აღმოსავლეთში. ამის საპირისპიროდ სახეზე გვაქვს წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ფიგურა, სრულიად სხვა კონტექსტში. ვინც ხართ რომში პეტრეს ბაზილიკაში, პეტრეს ტაძარში ნამყოფი, რომის წმინდა პეტრეს ეკლესიაში, რომელიც თავის მხრივ წმინდა პეტრეს საფლავზეა აგებული, აფსიდაში არის მეორე საკურთხეველი, ჯონ ლორენცო ბერნინის მიერ შესრულებული, ეს არის მისი ცნობილი შედევრი ქანდაკებების, სადაც პეტრეს კათედრა საკურთხევლის აფსიდში არის განთავსებული. ამ კათედრაზე გამოსახული ეკლესიის 4 მღვდელმთავარი, რომელთაც პეტრე მოციქულის კათედრა უჭირავთ, რომელსაც ლეგენდის თანახმად წმინდა პეტრე იჯდა და რომაელებს რწმენაში, ასე ვთქვათ, განსწავლიდა და უქადაგებდა. და ამ 4, ასე ვთქვათ, კათედრის მატარებელი მღვდელმთავრიდან 2 არის ლათინი მღვდელმთავარი, ნეტარი იერონიმე და ნეტარი ავგუსტინე და აღმოსავლელებიდან ეს 2 არიან, პირველ ყოვლისა ეს არის ათანასე ალექსანდრიელი და მეორე არის წმინდა იოანე ოქროპირი. კითხვა: გადარჩა თუ არა ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიის პირველი ფენა, ვარიანტი, რედაქცია, რაც გინდათ უწოდეთ, რომელშიც ის გადმოსცემს პირველი ეკლესიოლოგიის ავთენტურ რეალობას, ცხოვრებას, რომელიც სუფთა სამოციქულო სტრუქტურაზე აგებული. ეს გადარჩა, მაგრამ ეს აღარ გადარჩა აღმოსავლეთში, არამედ დასავლურ, ასე ვთქვათ, მეხსიერებაში. კერძოდ, აქ უნდა მოვიხმოთ ნეტარი იერონიმე, რომელიც, როგორც წეგან ვახსენე, ძალიან მოძრავი ადამიანი იყო. ეს არის პიროვნება, ვინც არ ვიცით როგორ მოახერხა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, როგორც პასტორალური და აქტივი იყო, მომლოცველი იყო, ბიბლია თარგმნა ლათინურად, წარმოიდგინეთ, მრავალი წერილი ეკუთვნის, მრავალი ნაშრომი, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის მისი ეპისტოლე, წერილი მე-15, სადაც ამ ყველაფერზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სრულიად საინტერესო, ასე ვთქვათ, პასუხები და მეორე de viris illustribus, ეს არის ნაშრომი, სადაც ნეტარი იერონიმე 135 პიროვნებას აღწერს, რომელთაც იესო ქრისტეს შესახებ დაწერეს. საინტერესო რომ ამ 135-ში ხო, იესო ქრისტეზე თუ ვინმე დაწერა, პირველი ვინ უნდა მოვიხმოთ? მახარებლები, ხო? 4 სახარება, მაგრამ ნეტარი იერონიმე არა მათე, მარკოზ, ლუკა, ივანეთი იწყებს ამ წერილების აღწერას, არამედ პეტრე მოციქული და ამით ხაზს უსვამს ეკლესიის ავტორიტეტს, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ სამოციქულო თვალსაზრისით.
ნეტარი იერონიმეს ამ ნაშრომის პირველ წყალო, რომელიც მან დაწერა, დაახლოებით 392-393 წლებში ბეთლემში იყო სწორედ ევსების ეკლესიის ისტორია, რომელშიც მან ფაქტიურად ერთი საუკუნის შემდეგ ლამაზად და ყურადღებით შეაჯამა ევსების ეკლესიის ისტორიის პირველი ვერსია. მე პირადად ლექციებს რო ვკითხულობ, აქ აი ევსები კესარიელის და იერონიმეს ამ ტექსტებზე უკვე რამდენიმე წელია ლექციებს ვკითხულობ და ეს ნანახი მაქვს ყველაფერი და დაკვირვებული ვარ, რომ პრაქტიკულად იერონიმემ ის რაც მას ჰქონდა როგორც მომსწრეს, მოწმეს ამ ყველაფრის აღმოსავლეთში, ახდენს რეკონსტრუქციას პირველი ეკლესიოლოგის, მაგრამ ეს არის უკვე დასავლური რეცეფცია, ანუ ლათინური და შესაბამისად აღმოსავლელები ამას არ იზიარებენ. და რეალურად ეს არა დასავლური რეცეფცია, არამედ იმ საერთო მეხსიერების აღწერა და გადმოცემა, რასაც ევსები აფიქსირებს მესამე საუკუნის ბოლოს, ვიდრე კონსტანტინე დიდი გამოჩნდება. და დეკრეტუმ გელასიანუმის ავტორი ასევე არის ნეტარი იერონიმე. ნეტარი იერონიმეს შემოქმედებაში თქვენ ნახავთ იმ რეალობის აღწერას, რასაც ბერძენი იერარქები და მოაზროვნეები გამოხატავენ პირველი ეკლესიოლოგიის შემდეგ. შესახებ მოდიშთ. მაგალითად, წმინდა ეპიფანე კვიპრელი კონსტანტინოპოლის 391 წლის მესამე კანონის უკმაყოფილების შესახებ და მრავალი სხვა, ანუ ეპიფანე კვიპრელი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც იქ ხდება და კიდე სხვები აქ დიდხანს ამაზე საუბარი. მოკლედ, შესაბამისად გადარჩა ცოდნა უძველესი ეკლესიის 60 კილო სტრუქტურის არსებობის პირველი ეკლესიოლოგიის შესახებ, რომელსაც ბიზანტიურ აღმოსავლეთში რეალურად ჩაენაცვლა მეორე ეკლესიოლოგია და რომელზეც მეხუთე საუკუნიდან დღემდე დგას მართლმადიდებელი ეკლესიების ცნობიერება. თუმცა ის პირველი ეკლესიის მეხსიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც არ უნდა განდევნილი და უარყოფილი იქნას, ისევ და ისევ მიწიერი ძალაუფლებით გამყარებული ავტორიტეტების მიერ. დანარჩენი, ანუ შემდგომი გაგებები ეკლესიის ადმინისტრაციული მოწყობა და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ სასკოლო ღვთისმეტყველო ნაშრომებში ვნახავთ, ეს ყველაფერი მხოლოდ უკვე ექოა იმის, რაც აი ეხლა ჩვენ აქ ვაჩვენებთ. და წარმოადგენს მხოლოდ უკვე შეტრიალებული ეკლესიოლოგიის პრაქტიკაში მოყვანის სტატისტიკურ აღწერილობას, სხვა არაფერს ჩემთვის პირადად. მთავარი ფესვი კი სწორედ ზემოთ წარმოდგენილ წყაროებში იმალება, რომელთა თავიდან აღმოჩენა და თანამედროვე დისკურსში შემოტანა მხოლოდ იმ კატეგორიის ადამიანებს შეეძლებათ სამომავლოდ, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომლებიც საკუთარ თავში გააერთიანებენ დიდ ცოდნას, სამოციქულო ცნობიერებას, ეკლესიის სიყვარულს და პირადი სიწმიდის მაგალითები იქნებიან ამავდროულად. ანუ ამას ალბათ წმინდანები ახალი ათანასე, ახალი იოანე ოქროპირი და მსგავსი რანგის პიროვნებები თუ შეძლებენ სამომავლოდ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთში საბოლოო ჯამში ავტორიტეტი არის იერარქია, ანუ პაპის პრიმატი, ხომ? აღმოსავლეთში ეს ავტორიტეტი აქვს ეპისკოპალური ცენტრული არის ჩვენი აღმოსმართნებელი ეკლესიები, თუმცა მრევლი მაინც საბოლოო ჯამში ამ ბოლო ავტორიტეტს არ აძლევს მათ, არამედ სად არის ჩვენთან აღმოსავლეთში პრიმატი, ანუ ეს ავტორიტეტის პრიმატი სად არის ჩვენთან სად იმალება? ჩემი დაკვირვებით ესენი არიან წმინდანები. წმინდანებს აქვთ პრიმატი მართლმადიდებელ ცნობიერებაში და იქ არის მთავარი, ასე ვთქვათ, პრიმატი ჩვენთან. და ვინც ხდება წმინდანი, ხო? მერე მისი ცხოვრების კონცეფციაც ხდება ავტომატურად მიღებული და გააზრებული და გატარებული, რეციპირებული. შესაბამისად, თუ მომავალში ჩვენ გვეყოლებიან ისეთი რანგის პიროვნებები, ვინც ამას გულახდილად შეისწავლიან და შემოიტანენ ისე მართლმადიდებელ ცნობიერებაში ამ პირველ ეკლესიოლოგიას, ეს მოხერხდება მხოლოდ მაშინ, რომ ესენი თავად იქნებიან წმინდა ცხოვრების მატარებლები, განათლებული ხალხი და არა, ასე ვთქვათ, ან კარიერაზე, ან სხვა რამეზე დამოკიდებული მეცნიერები. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, დასკვნა და ეს მოხსენება, რომელიც ახლა წარმოგიდგინეთ, მე წინა ოთხშაბათს მქონდა ვენის უნივერსიტეტში მართლმადიდებელი თეოლოგები შეიკრიბნენ ქრისტოლოგიაზე ნიკეის კრების შესახებ 1700 წელი ახლა მოდის მომავალ წელს და იქ იყო შეხვედრა და ჩემი მოხსენება სწორედ ეს იყო იქ, რომ მართლმადიდებლებს გაუზიარეს ეს შეხედულება და დავსვით საკითხი თუ აი როგორ გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება განვიხილოთ ასეული ეკლესიოლოგია მართლმადიდებლური პერსპექტივიდან, რადგან ეს ადვილი საქმე არ არის. ეს არის პროფესორი ივან მოგა და ვისანაც ვიყავით. მოკლედ ეს არის ჩემი ის რაც შემიძლია გითხრათ აი დღევანდელ დღეს რამდენიმე წუთი გადამიწდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ფოკუსი დავინახოთ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადად ვისაუბროთ ამ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ მოწყობებზე და შემდეგ, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების, ასე ვთქვათ, წმინდა მამების გამოცდილება, იგივე ათანასე ალექსანდრიელის, იგივე იოანე ოქროპირი, ეპიფანე კვიპრელი და სხვები, ვინც ფაქტიურად ცხოვრობენ ამ ცნობიერებაში, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც მომენტში ადამიანია, ვერ უძლებს რაღაც გარეს ზეწოლას და ის შეიძლება გატყდეს, მაგრამ ამ გატეხვაშიც ათანასე თეოლოგიურად ხსნის სწორედ პეტრე მოციქულის ფიგურის მომენტს, სადაც ის როცა თავისუფალი არის აღიარებს ქრისტეში ღმერთობას და როგორც კი ასე ვთქვათ, ვინმე გარედან მას ზეწოლას ახდენს, რაბა შენც მასთან ერთად ხარ, ის უარყოფს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა. დიდი მადლობა. ველი თქვენს კითხვებს და კომენტარებს.